გვერდულად არის შეხედე, აი უყურე რა, აი აჩვენი მაყურებელს. იმიტომ რომ შეუძლებელია რა საქართველოს ცხოვრობდე, ამ ხელა გამოცდილება გქონდეს, ამდენი წელი მით უმეტეს ხალხთან გქონდეს ურთიერთობა და არ იცოდე რა რეაქცია მოყვება და რა გამოხმაურება ექნება, აი გამორიცხულია ეგეთი რაღაც. ვერ დაგეთანხმები, მაგრამ დამსრულე და გეტყვა. თაგვი. კი ბატონო. სწორია 1-0. დაიმხსოვრე. ხო, ესენი უნდა შევინახოთ. გამარჯობა. ოჯახური პოდკასტი დაბრუნდა. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ყველას. დაუჭახუნოთ ეგრევე? აი ეგრევე დავცხოთ. მოიცავ და ავარჩიოს. კარი პატარა პასკა სიმბოლურად აი ესე. ჩანს. აი მასალა. მოსავიხე. მიდი. მე ჩავარტყა? ხო. გვერდულად არის შეხედე, აი უყურე რა, აი აჩვენი მაყურებელს. არ გამოჩნდება ეს. აი ეს სად არის გვერდულად ჩარტყმული ხა. ვინც თვლით რომ გვერდზეა ჩარტყმული. არ ვიმსახურებდი გამარჯვებას. დაწერეთ. მოვიგე. აი ხა შენ ხო ხვდები, აი აშკარად გვერდზე არის შეხედე. ესე არის კიდე ეს პატარა კვერცხებს ჩავარტყათ? მაგას შევჭამ ახლა. მოკლედ ასე. სამშაბათს გავდივართ ეთერში. ხო, დავწეროთ. იმიტომ რომ ანალიტიქსში ვნახეთ, რომ ჩვენი მაყურებლები სამშაბათს საღამოს უფრო მეტად უყურებენ YouTube-ს, ვიდრე ორშაბათს. ოდნავ არის სხვაობა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამშაბათი ჯობია. რაღაცა იტყვის რომ იდოს ორშაბათს და სამშაბათს ვინც უყურებს სამშაბათს ნახავს, მაგრამ ვიდეოსთვის მნიშვნელოვანია რომ აი რაც შეიძლება თავიდანვე დაესიოს ბევრი ადამიანი და აქ შეგახსენებთ გამოიწეროთ ჩვენი არხი ვიდეო დაალაიქოთ, აი ლაიქს დააჭერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პატრიონის მხარდამჭერებს განსაკუთრებული მადლობა. გორმეს მადლობა. და QR კოდი ამონათდება და დავიწყოთ. ძალიან გემრიელია. მაშინ მეჭიჭო, რომელი შეჭამა? აი ლურჯი იყო ძალიან გემრიელი. ესა? არა, ეგ ლურჯია? ამათ შორის ლურჯი ეს არის, აა. მე ხედავდი იქნებ ფარებოდა. ქარები არ ჩერდება. ხო, გვეგონა რომ აი პირველი ის ვიდეო რა ნახე ხო გაჩვენე. ინტერვიუ რო არის ერთ ქართულ პარტიასთან და ნაყინს რო ჭამს. ინტერვიუს ვის განციღებ და ნაყინს რო წვნის ძალიან დიდი ხანი. არ მახსოვს არა, შეიძლება გამახსენდეს რომ. უნდა განახო ეგ ძალიან მაგარი ვიდეო. რაღაც დოკუმენტურივით არის რა. რაღაცა კონსერვატორების თუ რაღაც ეგეთი პარტია არის და ის ადამიანი ვისგანაც იღებენ ინტერვიუს, აი ძალიან დიდი ხანი წვნის ნაყინს. ნაყინს რო შეჭამოსლა. ახლა შოკოლადები არ მქონდეს კბილებში. აკია. ეგეთი იყო ერთი. პასკა მე შევჭამოთ, ახლა არა ესეთური იქნება პასკის ჭამა და ნაფხონები. აგროგოხრება რა. ისე რა გაგჭამოს რა. ეგეთი კვერცხები იყო, ცოტა მოზრდილი რა. და შიგნით ქონდა თეთრი გული. აუ რა გემრიელი იყო. ო. სხვა პერსად გავსინჯო მანამდე შენი ლაპარაკე. ხო, ქარები არ ჩერდებაო. ერთი ეპიზოდი რო ვერანდაზე ჩავწერეთ. აი მეგონა რომ დამთავრდა რა და დაიწყო უკვე ზაფხული და იმის შემდეგ ისეთი თბილი ტანსაცმელი მაცვია, როგორც ზამთარში არ მწმია. მართლა ეგრეთ ვთქვათ, ზამთარში არ მწმია. ფსიქოლოგიური მომენტი ეგ. მოლოდინი გაქვს უფრო მათბილოდეს. ნუ ცივა უფრო ცივა. იმიტომ რომ არა. ფურცელზე ეგრე არ ცივა. არა, გასაგებია რომ ფურცელ ეგ უნდა მეთქვა ახლა რომ ტემპერატურა არ არის ისეთი დაბალი. ხო. მაგრამ აი ეს ქარი შეგრძნებას იწვევს, რომ ცივა რა, ანუ გასაგებია ხო. ქარები არის ხო? შეიძლება ვერანდაც მე მგონი შეიძლება რაღაცა რამდენიმე მილიმეტრით ოდნავ აცდენილი იყოს დანარჩენ ბინას, იმიტომ რომ ერთი მიმართულებიდან უბერავს ეს ქარი და. კი. თან რა არიცი, რომ ვაკვირდები ხოლმე დილას რომ გავდივარ ვერანდაზე ამ ქარის შემდეგ. ეს მტვერი და ფოთლები არის სუკარისკენ. ხო, კართან არის მომოტანილი. ხო, და იგი აქეთ უბერავს, ხო? და მე მგონი შიგნით შემოვიდა ვერანდაზე. ყოწვება არ დაპატარავდა ბინა. დაპატარავდა. შეიძლება. ეს ეხ გამახსენდა ეს აბადოკი თუ რა ქვია, აბადოკი არ არის,
ხო, ნაჭერი მაქვს. ესეთ მქონდა ბევრი რა და ადრე ვიკეთებდი ხოლმე ხშირად. და რამდენჯერაც ამას გავიკეთებდი და გამოვიდოდი დედა ჩემი მიკეთებდა ხოლმე ესეთ კომენტარს. Я у мамы дурочка харо. Ро? Я у мамы дурочка. Ро. აი ხა დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდს რომ დაინახავ და ოშველი მაგას გაიფიქრებ. და რას ნიშნავს ეს? რო აი ეს რაღაცნაირად შტერულად გამოიყურები რა, ალბათ მაგას ნიშნავს. არ მიკითხავს არადროს რას გულისხმობ და. მე მომწონს. მადლობა. ვისაც მოგწონთ დაწერეთ კომენტარებში. ვინც დურაკულად გამოიყურება. ალფიც ცდილობს ხეზე ავიდეს. მისი ბუნებრივი ის არის მოთხოვნილება არის, რა გინდა შეეშვა. ეხლა ზუსტად სანამ ჩაწერას დავიწყებდით, შემოხვდა პოსტი ეგეთი რა. რომ ესაო კითხვა იყო, რომ თქვენი აზრითო სულიო სად მდებარეობს კონკრეტულად სხეულის რომელ ნაწილშიო. ვისე კითხებოდა? Facebook-ში. რომელ ჯგუფში იყო რა? ხო. Facebook ჯგუფში? ხო, Facebook ჯგუფში. შეიძლება პროვოკაციული შეკითხვა იყო. ანუ? ტროლაობს რა გამოიწვია ხალხი რა სისულელეები წერენ. ხო. არის ხოლმე ეგეთებიც. ხო და ეგ რას ემსახურება, ანუ რის წერან რომ ჩაგიგდა დღეს აღარ ვიტყვი იმას რა ეწერა, მაგრამ რაღაცა რომ დატროლად მემორიმა მომიგდო, თუ გინდა თუ რაღაცა ღმერთი შემოვიდეს თქვენ სახში, ეს დაწერეთ და ინგლისურად თუ ძალიან წუდი სიტყვა ეწერა და ყველა რომ მაგას წერდა. ხო და მაგის მიზანი რა არის ხოლმე? ანუ იმ კომენტარებით ხო არაფერი არ გემატება შენ. მოწყენილობა რა, მე кайფობი რაღაცა სისულელო და სისულელი დაგიწერა. გასართობად. შენ არ წერდი ხომ ეგ სტატუსებს? უბრალოდ კომენტარებზე რო ამეყოლებინა. ხო, აი ხან ადრე ვაკეთებდი ხოლმე, ან Facebook-ი რო ახალი შემოსული იყო და ჯერ მას ყველაფერს სისულელესო წერდი სტატუსად და რო გაინტერესებდა სოციალური ქსელი როგორ მუშაობდა. ხო. ბევრჯერ დამიწერია რაღაც სისულელი, რო ვიცოდი რომ ამას მოყვებოდა დებილური კომენტარები და ზოგი გაბრაზდებოდა ზოგს გაიცემ ზოგსა და ეგეთები დამიწერია სპეციალურად. მე არ ვშობოდი ხოლმე მაგას, მაგრამ აი ჩემი ძმა იყო ეგრე რა, მაშინ აქტიურად ეხლა საერთოდ არ აქვს ქსელები, მაგრამ მაშინ აქტიურად იყენებდა და იყენებდა მაგისთვის, რომ აი ეს რაღაც სიგიჟეს დაწერდა ხოლმე, განზრახ. ესე პროვოკაციულს რა. და მე აი კომენტარებში ვატყდებოდა ერთი ამბავი, რომ აი როგორ შეიძლება ესე და რას ქვია და რაღაცა, მე ხალიშობდა მაგას. კი, მეც გამიკეთებია. ხო რა არის რა წესი? განათების კაბელი ხوار შემოდის, ეს ჩვენსკენ უნდა იყოს, ხო თუ შემოდის? არა, არ შემოდის. ხო რა, ერთობი რა. ანუ შენ თუ გაქვს ბევრი თავისუფლება და ვიღაცა აი სტატუსი დაწერე და იმაზე აღშფოთა და დაგიკომენტარა. ხო. ესე იგი, მასაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და გაერთე და ხო, მაგრამ ეს ძალით ვიღაცის ნერვებზე რატომ უნდა იქნება? არა, ნუ ეხა ისეთი არ უნდა დაწერო, შეურაცხყოფელი და რაღაცა ეგეთები. ხო და რაღაცა დოზით შეურაცხყოფელია, ესე იგი, ხო, რადგან ვიღაცა აღშფოთდა. შეურაცხყოფელი. შეურაცხყოფა არის, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი. ხო და აი ვიღაცის დაწერის სტატუსი და უნდა პიროტი როგორ იქნება? შეურაცხყდე? უნდა დარჩე შეურაცხყოფილი. ხო. არა, ეგ ხო. თუ შენ არ გეხება პირადად ახლა. მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცამ აი რაღაცა ეხლა მე არავის არ ვუვარდები ასე კომენტარებში იშვიათად ძალიან. აი ვიღაცამ დაწეროს რომ აი რა არის ეს რაღაცა რას გავხართ წითლად შეღებილ თმიანები თუ რაღაცა აი ეგეთი რომ დაწეროს რა. აი გიჟია თქო ხო ვიტყვი რა, ნუ ვიღაცას ეწყინება და შეუვარდება და დაუწერს რაღაცა კომენტარს. რატომ უნდა დაწერო ეგეთი რაღაცა? ხო და არ უნდა გეწყინოს. არა, მე არ უნდა მიიღო. გასაგებია მე არ მეწყინება და ხო და შეიძლება პირიქით არის რომ აი ამ გამოწვევით მიახვედრო რომ სისულელეს აკეთებს, იმიტომ რომ დაწერს კომენტარს. ხო, აი სულ მაგაზე ზრუნავ რა. არა, მასე ეგ გვერდითი შედეგიც ექნება დამატებით მაგას თქო რა. ხო, არ ვიცი. რაღაცა ხელოვნება არის, მაგრამ ხელოვნება ხო პროვოკაციული უნდა იყოს. და ხელოვნება გვაქვს დღეს თემად პროვოკაციული ხელოვნება, ვიფხის თავისთავად ამბები, მაგრამ აღდგომებს დაუბრუნდეთ. მე მგონი კალორიების მხრივ კარგად გადავაგორეთ. კი, მე აღდგომის პერიოდში არც არასდროს არ მიჭირდა ხოლმე კალორიები. მე მიჭირდა.
იმიტომ რომ შენ გიყვარს პასკები და კვერცხები. პასკა მიყვარს, კვერცხი მიყვარს, პასკასთან ერთად ყველი მიყვარს. ხო. ყველაზე კალორიული. მიყვარს პასკა. ესა ჩაქაფული და თონის პური. თონის პური იცოცხლე. ხო, არა, მე აღდგომებზე არასდროს არ მქონია ხოლმე ეს პრობლემა, იმიტომ რომ პასკა არ მეყვარს. ხო, ჩემი და იყო ჩამოსული. ოჯახთან ერთად და გაფრინდა და ძალიან ბევრი ნამცხვარი და ტორტი დარჩა სახში, იმიტომ ვინც მოდიოდა სტუმარი. ყოველ დღე ვიღაც მოდიოდა და ვიღაცას რაღაც მოქონდა და კი. გადავსებულია. ბოლოს ესეთი რაღაც გაჟღერდა, რომ დედა ჩემი იყო მოსული და ძალიან დიდი ტორტი მოიტანა. და ნუ არავის აღარ შეეძლო უკვე ამ ტკბილების ჭამა და გადაწყდა რომ ეს ტორტი საყინულეში შეინახოს. მანამდე ვერსია იყო რომ უკან ხوار წაიღებდი. ესეთი ზირო გაჟღერდა რომ სანდროს უყვარს ტორტი და ანუ ჩემ ძმას რა. ხო და დედა ჩემი მიხვდა რა მოყვებოდა მაგას და არა ძალიან უყვარს. სანდრო, თუ ტორტი გინდა გვაქვს მოკრეთა გამოგიგზავნით. დიდი კაი ტორტი. თუ აქ ვერ მოხარ იმას რა მოხვალ? მოხვალ. გლოვოს გამოვატანთ. ხო, ისე იქნება ტორტის გამო მაინც მოვიდეს. არც ძალია თორე. არც არასდროს არ იყავი ხოლმე ჭამის ხასიათზე აღდგომებზე. ჭამის ხასიათზე სულ არა ხო, ნუ აი განსაკუთრებულად რა, აი რაღაცა დღესასწაული რო არის ხო რაღაცნაირ სამზადისი არის ხოლმე ოჯახში რა და რაღაცები კეთდება, ანუ რაღაცა მოდის მოაქვს ან მაგდროს რაღაცა მადა იწევს რა, ანუ რაღაცა გახსენდება ბავშვობაში რო ჭამდი, რაღაცა ესე კარგი ემოციები რაღაცები მოდის და ცოტა უფრო მეტად გინდება ჭამა რა. ხო, არა, სხვათა შორის რატომღაც აღდგომასთან დაკავშირებით არ მაქვს ეგ განწყობა რა, არ ვიცი რატო. ოფის ვაკვირდები, მაგრამ ეს კომპიუტერის მაგიდაზე უნდა ბოდიარი, სადაც მილიონი აპარატურა შეერთებული და ამას არ დააჭიროს. აჰა, უყურე. არ გაგვთიშოს. რა თქმა უნდა. ტექნიკური პრობლემა. აღმოიფხრო. გავაძევე მაგიდიდან. ხო, რა ტრადიციები გქონდა ხოლმე ოჯახში? სმაჭამა, სტუმრები, ბევრი საჭმელი. ძალიან მიყვარდა. მეგონი ახალ სახელმწიფოზე შევდაპარაკეთ მაგაზე, მაგრამ ბავშვობაში მაგრად მიყვარდა. ტელევიზორებში იწყებოდა ხოლმე ესეთი ქართული ფილმების მარათონი და უცხოური ესეთი კომედიებიც რა და ამიტომ ბევრს ჭამდი ხოლმე და ხა ის რომ მოდის პრაზდნიკები სულ რაღაც ჭამის ხასიათზე ვდგები. ეს რა ინსტინქტურად უკვე. ეხა გამახსენდა რაღაც კაცები ჩაწერილი ვიყავი და ჯანელა მეუბნებოდა რომ რაღაცას მოვაყოლეთ მოკლედ და აი მაგარი ჭამასმის ხალხი ვარ თუ რა ქართველებია და იმის ვერ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე რა ამას წინ რო გამოვიარეთ გუშინ წინ თუ გუშინ და თონესთან რო კიდე რიგი აი ახალ წელს რო რიგი დგას ხოლმე ეგეთი რიგი იდგა რა და სულ ფიქრობ ხოლმე აი ხო ყოფილვარ ახლა ევროპაში ყოფილვარ რაღაცა გერმანიაში ყოფილვარ ახალი წლების პერიოდში და აი რაღაცა ეგეთი ისტერი მიუხედავად იმისა რომ რა ვიცი იქ რო გაფორმებები არის და იქ რაღაცებს იგონებენ და თამაშები და დეკორაციები და რაღაცები რა ვიცი ახლა ეგეთი არ ვიცი ჩვენ არ დაგვესიზმრება ეგეთი მაგრამ აი რაღაცა ეს ისტერიკა რაც გვაქვს ხოლმე ჩვენ ჭამაზე რა კონკრეტულად აი საჭმელზე რომ არ იქა გოჭი და დინდაური და აბა თონის პური თუ არ იქნა იმის სუფრაზე და რაღაცა აი ეგეთი არ შემჩნები არასდროს არსად რა და სულ ფიქრობ ხოლმე ქართველებს რატო გვაქვს ესეთი გაჭედვა ჭამაზე ანუ სულ აქცენტი კეთდება ჭამაზე რა ნებისმიერ დღესასწაულზეც აი საჭმელი და აი ბევრი საჭმელი და აბა ჩაქაფული ახლა აღდგომასაც სულ აი ის კი არ არის აი რაღაცა ტრადიციები რომ აი რაღაცა გასართობი ან რაღაცა ოჯახური აი ჭამასთან ასოცირდება ყველაფერი რა ახლა ნათიამ რო თქვა გიორგის და ვახსენეთ ჩამოსული იყო მეთქი რაღაცა აი ისეთი ტრადიცია არის რომ ევროპაში იციან შოკოლადის კვერცხებს მალავენ ბავშვებისთვის და მერე ბავშვებმა უნდა იპოვონ ეს შოკოლადის კვერცხები. ხო, რაღაცა ეგეთი
საყვარლობები უფრო მომწონს მე ვიდრე აი ვაიმე ბევრი ჩაკაფული გავაკეთოთ და ბევრი თონის პური ვიყიდოთ და დავდოთ და რაღაცა რა და ჩვენთან ეგეთი რაღაცები არ არის არ არის ამ საყვარლობები არ არის და რაღაცა აი ხო ბავშვებისთვის დღესასწაულები ნუ ახალი წელი არის საჩუქრებს ჩუქნით და всё ხო ნუ ეგ საჩუქრებიც ხო სანტა კლაუსის ტრადიცია და რაღაცა კარგია კი მაგრამ აი საბოლოო ჯამში ქართველებისთვის მაინც ჭამასთან არის საჩუქარზე უფრო რო აი ნაძვის ხესთან საჩუქარი დადო მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ გოჭი და ინდაური და ის გქონდეს და გოზინაყი სუფრაზე რა ხო და რატო ხდება ეს საქართველოში არ ვიცი ნუ ესე ვართ რა უფრო მეტად გვიყვარს სუფრა ვიდრე სხვა კულტურაში რა არის ხა სხვა დღეს ის ხორი Thanksgiving-ი რო არის და ინდაური უნდა კონდეს მანდა მაინც და ეს იგიჟე რო ხდება და ინდაურების წვა და Mr. Bean-ის ეპიზოდი ხო თავს რო გაუყრის ინდაურში ხო არა ინდაურის ხო მაგრამ ეგეც ალბათ უფრო სამხრეთელ ხალხებს გვახასიათებს რა ეგეთი სმაჭამის დღესასწაულები რა წარმოიდგინე ერთადერთი არის ეგ რაც გამიგია და ვიცი რომ ინდაური უნდა იყოს აუცილებლად ამ მადლიერების დღეს და მაგაზეც რამდენი დაცინვა არის family guy-საც რო უყურებს ეგ ხო ის იყო ხა დაცინვა არის რა რომ აი რა აუცილებელია ეგეც ხა რომ Thanksgiving-ი იყო ისა ხო ხო რომ სხვა ქალაქში რომ მიდის რაღაცა და აღარ არის და ხო ხო ანუ ეგეც სისულელე არის ხა ინდაური თუ არ დადეთ შემწვარი თლიანი მაინც და მაინც ისე არ დადგება ეს დღესასწაული თუ რა ხო მაგრამ ნუ რაღაცა სიმბოლო ხო უნდა კონდეს დღესასწაულს რა კიდე აქვს ისა რა ქვია რაღაცა gingerbread თუ რაღაცა სხვა გეთებენ ხოლმე კიდე ხო სახლებს ვაკეთებენ და კაცუნებს და რაღაცას ხო ეგ ხა საჭმელი არ არის უფრო რაღაცა ისე ეგ არის ეგ ძესთან ერთად ზაგემრელი საკუთრების ბევრი გვაქვს არის ანუ ახალი წელი არის შემწვარი გოჭები და საცივები და რაღაცები გოზინაყები და ალბათ ყველაზე ბევრი ახალწელს არის აღდგომას ხო არის პასკა კვერცხი არის ბარბარობა ლობიანები ხო გვაქვს კიდე რამე ეგეთი უბრალოდ დააკვირდი სუ საჭმელი ანუ საჭმელზე არის სუ გვიყვარს ჭამა და არა და წარმოიდგინე ანუ წლის განმავლობაში არ ვიცი რამდენი პროცენტი ალბათ 70% მარხვა არის ხო ხარ ალბათ მაგიტო ხარ ყველა მარხვის დასრულების მერე მონატრებული საჭმელი ხო ახალი წლის წინ მარხვა არის აღდგომის წინ მარხვა არის აღდგომის მერე არის პეტრე პავლობა საჭმელზე გადასაჭმელი და თანაყარაკუს არა რა არის საჭმელი და გადაიგდო ეგ შოკოლადი ის კაი იყო სტაფილოსფერი ყველა კაია და აღარ დატოვე ერთიც არ დაგატოვებინა სტაფილოსფერი ჩემთვის რა მე მგონა ლურჯი მოგწონდა და ხო მაგრამ გავსინჯავდი ხო და ეგ არ მომწონს რა მიხოთ ხოლმე წინასწარ რომლის აღება შეიძლება მიუხედავად იმისა რომ მე ჭამა ძალიან მიყვარს აი ეგ არ მომწონს აი რაღაცა გაგიჟება და გადარევა საჭმელზე არ ვარგა რა გაგიჟება არაფერზე არ ვარგა ხო აი წარმოიდგინე ხა რამ უნდა გაიძულოს თონის პურის რიგში ჩადგომა ხო არა მე არ ვიცი ალბათ 90-იანების მერე არ ვსარვდგარ ვარ ნუ აი პატარა რიგში მაქსიმუმ 5 კაციანში ვდგარ ვარ ხა იქ ჩვენთან რო საცხობია იმიტომ რომ ახალი პარტიასა და მამოა მანამდე რო რიგი არის მან შეიძლება გაჩერდე მაგრამ თონის რიგში გულისხმობა ეს კილომეტრიანი რიგები რო არის ეკაი რა გამახსენდა ხა სანამ გავაგრძელებ თემას ესეთი მე ოჯახე ხალხი გვიყურებს ოჯახის ხოსავა ეს არის ოჯახური პოდკასტი არის და რომელიმეს თუ ქონიათ ესეთი პრობლემა რომ რობოტი ინტერესს ასრუტი წყალს აღარ უშვებს, ანუ ბოქში ჩასხო არ იცლება რა, იმაზე ტრიალებს იმაზე ხო წყალი უნდა ასხას პერიოდულად. და აღარ ასხავს. ხო, არ ვიცი რა უყო. სერჩევ Google, Gemini-ს ვკითხე, იმას ვკითხე, ამას ვკითხე, რაღაცას მეუბნებიან არ შველის. ერთ-ერთი ხელოსანთა წაღება მეზარება. გარანტია კიდე ექნება ამას? რამდენი ხანი გქონდა? მქონდა. რამდენი ხანი გქონდა გარანტია? ნეოთ. მაშინ არ ვიცი. ერთი წელი იქნება გასული რაც ვიყიდეთ, კი ალფინდე ვიყიდეთ. ხო? კი. ორი წელი თუ აქვს გარანტია, მაშინ ექნება გარანტია. უნდა მოუძებნა სადაც.
თუ ვერ გავაკეთე მე. ხო და ჩვენ გვყავს ერთი მაყურებელი მე მახსოვს, ვისაც ესეთი რობოტი მტვერსასრუტი ჰყავს და სახელიც აქვს დარქმეული. ჩვენ გვაქვს დრიმი. ხო, dream, მაგრამ დრეამე წერია და dream წერება dream. მონჯი ხო და დრიმი. dreamy white არა. dream e მონჯი e არის ბოლოში. ესე იწერება. ხო და გვირჩიეთ რაღაცა. თორე დავიღუპეთ. ხო. დიდი სამბით გავუშვით იმ დღეს და დიდი არაფერი შესული არ იყო და კაი ველოდეთ 1-2 წუთი. მორიგი მნიშვნელოვანი მწვავე საკითხი. ხო. ვეფხისტყაოსანი. აღშფოთ და სრულიად ქართველი ერი. კი, ერთ-ერთი მსახიობი, ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი პერსონაჟის როლის შემსრულებელი. შემსრულების თამამად ჩაცმულობა აღშფოთა საზოგადოება და იმან რა ქვია, გამომწვევმა სცენამ. ხვევნა კოცნა ბურჯნა. ტლაშამტყუშის სცენამ. ხო. შენ რა სიტყვი ამაზე აღშფოთდი? ვერ აღშფოთდი. იცი არის? მე არც ერთი მხარეს არ მესმის რა. მე მხარეს ვინ არის? იქ ვინც გააკეთა ეს და აქეთ ვინც აღშფოთდა რა. იქით მხარეს თუ ეს უნდოდა და თუ იცოდა რომ ამას ეს მოყვებოდა და აუცილებლად იცოდა ჩემი აზრით, მაშინ გამოუვიდა და კმაყოფილი უნდა იყოს. მაშინ გასაგებია. რობერტ სტურვა და რუსთავის თეატრში გულისხმობ. ხო. იმიტომ რომ შეუძლებელია რა საქართველოს ცხოვრობდე, ამ ხელა გამოცდილება გქონდეს, ამდენი წელი მით უმეტეს ხალხთან გქონდეს ურთიერთობა. არტისტია თვითონაც ხო და ხელოვანია. და არ იცოდა სტურვას. და არ იცოდე რა რეაქცია მოყვება და რა გამოხმაურება ექნება. აი გამორიცხულია ეგეთი რაღაცა. ვერ დაგეთანხმები მე, მაგრამ დამსრულე და გეტყვა. ანუ საქართველოში როცა ეხები რაღაცა ისეთს, როგორიც არის ვეფხისტყაოსანი და ბევრი არ არის ეგეთი, ხო? აუცილებლად მოყვება ესეთი ამბავი რა, მით უმეტეს როცა ესეთ ინტერპრეტაციას უკეთებ. ხო და აქეთ ამ მხარეს კიდე ნუ რა ვიცი ხა, მე პირადად არ მინახავს ეს სპექტაკლი, მე ვნახე ნაწყვეტები. ნუ ხა ის ნაწყვეტები რაც ვნახე, ნაწყვეტები ვნახეთ. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, უნიჭობა იყო უბრალოდ რა, ანუ არ იყო კარგად გაკეთებული და არ მომეწონა ის ნაწყვეტები რაც დაიდო. თლიანად ახ არ მინახავს და ესე ვრცლად ვერ ვიტყვი და ვერ გავაკრიტიკებ. ხო და დანარჩენი ნუ ზოგადად ხალხს უჭირს ახლის მიღება, ეგ სოფლიოში ეგრე არის და ყოველთვის ეგრე იყო და ყოველთვის ეგრე იქნება და მით უმეტეს ქართველები ძალიან სხვანაირად უყურებთ რა რაღაცებს, აი რაღაცები გოგონია წმინდა, რასაც არ შეიძლება რომ შეეხო. ახლა მე თვითონაც მაგალითად მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ რაღაცა როიალთან მოკლეკაბა რო ჩავიცვი, გადამიარეს ქართველებმა. რა ეს როგორ შეიძლება და როგორ აკადრე მოცარტს ეგეთი რაღაცა და ანუ რა ვაკადრე რატო არის სიტყვაზე რაღაცა ის წმინდა ხო არ არის როიალი და ის ხო არ არის მოცარტი. მოკლეკაბა ჩავიცვი და ამაზე როგორ შეიძლება ეს? ესე ესმით და ესე აღიქვამენ რა. ხო და ესეც საზოგადოებაში როცა გაიზარდე და დაბერდი, შეუძლებელია რომ ეგ არ იცოდე, რომ ამას ეს მოყვება. ჯერ ეს ერთი რა მოყვა. აი უბრალოდ ბევრი კომენტარი დაიწერა, თორე ახლა ვინმე დაზარალდა, დაშავდა, რამე ეს რაღაცა გაძვირდა პროდუქტები მაღაზიაში თუ საწვავი, აი იდეაში რეაქციაც ხო, ანუ გადაჭარბებული არის ხოლმე და მე ორმაგდება და სამაგდება რატო იცი? ვიღაცა 10 კაცი დაწერს რომ ეს არ მოეწონა, მე ვიღაცა საინფორმაციო აგენტები დაწერენ სტატიას რომ მაყურებელი აღშფოთ და მე ამას კიდევ უფრო ბევრი ადამიანი ნახულობს და რა ხარ აღშფოთ და მოდი მეც აღშფოთდები და ამ პონტს ავყვები და ესე აგორდება ხოლმე რა. მაგრამ სინამდვილეში ამას აი საძირკველი, საფუძველი არაფერი არის. აი კაი ვიღაცები აღშფოთდნენ, არ მოეწონა და სტატუსები დაწერეს. აი სხვა არაფერი არ მოყვა ისეთი მაგ ამბობს რა. ხო, აი რაღაც აქციები გამართეს რუსთავის თეატრთან და შუშები ჩალიწეს არ ყოფილა. საზოგადოების გაღიზიანება. დაწერეს სტატუსი, ხო. საზოგადოების გაღიზიანება მოყვა. ეგ ერთი. და არ ვთვლი რომ დიდი ამბავი მოყვა. მეორე ცოტა პროვოკაციული რო იყოს ხელოვნება.
ხო. მინიმუმ ცდელობა გქონდეს მაგისი და მაგას კარი გაკეთება უნდა, ხა როგორი გაკეთებული იყო ის სხვა თემაა. ხო. მაგრამ ცდელობაშიც ვერ ვხედავ მე პრობლემას, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ აი შეიძლება ისეთი კუთხით გააკეთო, რომ მოდი გამომწვევი იყოს, რომ აი ეს თემა რაღაც თემა გახდეს სალაპარაკო და თუნდაც ის რომ კიდე ერთხელ ვილაპარაკოთ, რომ წმინდაა და შეიძლება შეეხოთ თუ არა ამას თუ ყველაფერი ისე დაკონსერვებული უნდა დატოვო თუ შეიძლება რაღაცა ექსპერიმენტები ატარო იმითი რაც შენი კულტურული სიმდიდრე არის. იმიტომ რომ შენ თუ თვლი რომ ფხსტყაოსანა ესეთი მაგარი რაღაცა არის. ხო. მაშინ იმაშიც დარწმუნებული უნდა იყო რომ იმას ვერავინ სპექტაკლი და ვერავინ დღეს ვერავინ ვერაფერს ვერ დააკლებს. აი დღესაც არ უნდა მოინდომო, ვერაფერს ვერ დააკლებ ფხსტყაოსანს. სულ რომ გამოხვიდე და აგინო აწარმოებს და ის ავტორს პირიქით შენ გამოხვაც უიტები და კიდე უფრო მეტი დამცველი გამოუჩნდება და კიდე უფრო გამყარდება იმის სტატუსი, ანუ ისეთი დონის ნაწარმოებია, რომ იმას ვერავინ ვერაფერს ვეღარ დააკლებს უკვე რა, ისეთი ქმნილება არის ფხსტყაოსანი და ამიტომ ექსპერიმენტები მოსულა ჩემი აზრით. ანუ მე რაც მეც კადრები მაქვს ნახე ხა რავი ერთად ნახეთ რა და ამიტომ სპექტაკლის შეფასებას თვითონ როგორც სპექტაკლს ვერ დავიწყებ. შეიძლება ერთი იმიტომ რომ დიდად თეატრში არ დავდივართ და არ არის ჩვენი ინტერესის სფერო და ხა და დაგკრიტიკო რაღაცნაირია და არა, ეხა მე ეგრე ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე ოპერასთან ვარ ახლოს და იგივე არის ხა სპექტაკლია ისიც. უბრალოდ სხვა სახით. კი ბატონო, ხო ეგ უკვე გემოვნების საკითხია, რაღაც მოეწონა, რაღაც არ მოეწონა რა. კიდე ჩაცმულობასაც შეეხება იმ ფოტოში ვერაფერი ვერ ვნახეს, ეს საგანგაშო ჩაცმულობაში, ანუ რა ვიცი. ხალხი ქუჩაში დადეს ეგრე და სცენაზე რო იდია რო რა ვიცი. ეს თინათინს რო ეცვა, ეს მაგიტო იყო. ხო და მაგას ვამბობ. ანუ მაგაზე გამომწვევა და ვულგარულად ჩაცმულები ქუჩაში მინახავს ბევრჯერ. ხო და მაგას გეუბნები, ეს ზოგადად ის კი არ იყო, რომ ამას ეცვა საშინლად. ანუ პერსონაჟს რო ესე ეცვა, მაგ ეგ იყო. ხო, მაგრამ ესე რა ეცვა? მაშფოთებელი. გრძელი კაბა ეცვა, ცოტა დეკოლტე იყო და ესე რა ქვია, ჩაჭრილი კაბა. არა, ეხა ცოტა არ იყო, ძალიან დეკოლტე იყო, გამჭვირვალე კაბა იყო. არა, დიდი დეკოლტე იყო. მე ხა მე კი არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ აღწერა ეს არ არის, ცოტა არ იყო, ანუ კაი დიდი დეკოლტე იყო, თვითონ კაბა გამჭვირვალე იყო. და ნუ პრობლემა ეგ იყო რა, ვის ეცვა? ეგ იყო პრობლემა თორე. ანუ ქართველებს რა გვჭირს იცი? ეხა მაგაზე კი არ გეკამათები რომ ხელოვნება და ექსპერიმენტები და რაღაცა. მე მაგარი ქართველების კრიტიკის მიმაზე ხარ რა ქვია. აკამდე ხო რაღაცა მოვირჩევით ხოლმე ამ პროფესიას. ეხა მთელი ეს დაეტაკე. არა. ბარემ რა ვიცი, შეიძლება კარგიც კი არის, რა ვიცი. ეს რაღაცა ტრადიციების შენარჩუნებისთვის და რაღაცებისთვის შეიძლება კარგიც არის, მაგრამ ეხა აი მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვან რა. ადრე მარიამ როინიშვილი მღეროდა ხოლმე პატრიარქის საგალობელს რა. ნუ ცნობილი იყო, რომ ძალიან კარგად მღეროდა და ძალიან სასიამოვნო მოსასვენი იყო და ყოველთვის როცა რაღაცა იყო ხოლმე მარიამ როინიშვილი მღეროდა რა. და ეხ ყველა მიცის მე მგონი რომ ეს თეატრი რო გაკეთდა მიუზიკლები რო ითქმევა რა ქვია? აუ კაცები ლაივსაც არის ხო იმის მოპირდაპირე მხარესაც ზუსტად წისქულის თეატრი ხო? არ ვიცი რა ქვია მაგრამ მან რო ჩიკაგო თეატრი ესე ქვია მეგონი. ხო. უბრალოდ. მან რო ჩიკაგო დაიდგა. მარიამ როინიშვილი ხო იყო მთავარი როლში? აი არ ვიცი ხო. არა, როგორ ველმას როლში. მე ხო, ნუ სახელი არ მახსოვს ზუსტად. და ნუ იქ გამომწვევად აცვია რა, როგორც მიუზიკლში, ფილმში, კეტრინ ზეტა-ჯონსის პერსონაჟს ზუსტად იგივენაირად აცვია მარიამ როინიშვილსაც და ესეთი კომენტარები ვნახე. რომ შენო იმასო პატრიარქის საგალობელს მღეროდიო და ეხა რა არისო ეს რანაირად იცვამო და არ გწვენიაო და აი ესეთი რაღაცები იყო რა წარმოიდგინე. ანუ აი ესეთ საზოგადოებაში ვცხოვრობ. აჰა, ეხა ეგ საქმე იმაშია რომ ბევრი იყო ესეთი და ბევრი არ იყო. მე აი აქვია ქრისტეს ფილმი რო არის, ანუ ქრისტეზე ბევრი ფილმია, მაგრამ ეს თავარი ყველაზე პოპულარი რაც ვიცით 70-იანი წლების. მაგის როლს ვინც კი შეასრულებდა, მე იმასაც კი ხალხი დაძდებდა და ეუბნებოდა რომ შენ ახლა უფლება არ გაქვს სხვა ესეთი როლი ითამაშო და იმას სახეობსაც კი აწერდნენ იმას რაღაც პასუხისგებლობას. გუშინ უსმენდი ნიკოს და ჯიმის განკითხვის დღეს და ნიკომ გაიხსენა მაგარი მაგალითი. ადრე წლების წინ გაიჩნდა რაღაცა ტიპის ფოტოები გავრცელდა და ვინც შოთა რუსთაველს გავდა. ხო. და ხალხმა აუ შოთა რუსთაველს როგორ გავს და მე იმან რაღაც ცოტა სხვანაირი ცოტა თამამი ფოტოები დადო და აკრიტიკებდნენ რომ აპონში შოთა რუსთაველს გავდა ფოტოს ამბობდა. აი და კაცმა არც შოთა რუსთაველს გავს თუ არა. ის ფილმი რო ნახეთ რა ზუსტად მაგაზია ნიკოლას კეიჯი თამაშობს Dream Scenario.
ეს ესეთი სინოფსისი აქვს, რომ უცებ ქალაქში და სოფლიოში აღმოჩნდება, რომ ყველას ესიზმრება ეს ტიპი. ხო. და ეს ხდება ძალიან პოპულარული ისე რომ ამას არაფერი არ უქნია, რა უნდა ექნა, ვიღაცებს ესიზმრება და ხალხი ქუჩაში ცნობს და მე დეტალები პოპულარული ხდება. და რა უხარია თვითონ ეს? ხო, თვითონ უხარია. მე ნელ-ნელა იწყება ახალი ეტაპი, რომ ცოტა სპოილერი არის. რომ უკვე ცუდად ესიზმრებათ. ადრე მანამდე ესიზმრებათ, რომ სიზმარში იქვე იყო, არაფერს არ აკეთებდა. მე სიზმრები შეიცვალა და ესიზმრება, რომ ეს მოდის და რაღაც ზოგს აღჭობს, ზოგს რაღაცას ურტყავს და მე ხალხმა მოიძულა ეს და ქუჩაში დაასდევდნენ და უყიროდნენ და სადაც რესტორანში შედიოდნენ და აგდებდნენ და ისე რომ ამ კაცს არც ის უქნია, არც ის უქნია, არაფერი არ. და კარგი ფილმია, გირჩევთ ყველას ნახოთ, Dream Scenario ესე ქვია. ნიკოლას კეიჯის, ხო და დაახლოებით მაგას გავს ეგ რა, მაგაზე არის ეგ, რომ საზოგადოება რაღაცას იმიჯს მოგაწეპებს. ხო. და მე ის ითხოვს შენგან რომ შენ ის იმიჯი და ის როლი შეასრულო და შენ თუ ცოტა სხვანაირად გინდა არა ჩვენ ესე გვინდა რომ შენ ესეთი იყო და ეგეთი ამბავი ხდება ხოლმე და კიდე ის თქმა მინდოდა ის რო თქვი რომ ამდენი წელია ხა სტურვას რო გამოცდილება აქვს სპექტაკლების დადგმის ამონი ეგეთი არის არა აქვს და როგორ არიცი რომ ამას ესეთი ამბავი მოყვებაო ხო მაინც შეიძლება არიცოდე რა ამბავი მოყვება იმიტომ რომ ეხლა რავი აი კაცები რამდენი ხანია სცენაზე არიან ასე ვთქვათ და რამდენი 20 წელია ხუმრობენ რაღაც თემებზე. დღემდე შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რომ ვერ მიხვდე რომ ამას ეს და ისეთი ამბები მოყოლია კაცებში რაღაც ხუმრობას. რომ აი ვერასდროს 100 წლიდან ვერ გამოვიცნობდი რომ აი მაგ ხუმრობაზე და მაგ თემაზე ატყდებოდა ერთი ამბავი. და აი როგორი რეაქცია მწვავე იცი და რომ აი გადაგვიარეს, იმიტომ რომ ერთი იყო დამოიწყენ გოგო სახელი რომელიღაც სოფელში იყო კლასის სკოლა დაამთავრა ერთმა მოსწავლემ ერთი და ბოლოს არის თვითონ დადგა სპექტაკლი თვითონ დაწერა თვითონ ითამაშა რაღაცა ხო და ეს ნიუსი იყო და ამაზე იხუმრეს რა რომ მარტო რო ხარ სცენაზე რომ რეები უნდა აკეთო და კლასში და რაღაცა რა ამბავი მოყვა მაგას იცი ანუ აი არ ჩერდებოდა რამდენიმე დღე იყო გასული და კიდე წერდა ხალხი და გინებები მოდიოდა იმის page-ის inbox-ში და როგორ დაცინით ამ ბავშვს და საწყარი სოფელში ცხოვრობს და ანუ იმ ბავშვზე დაცინო კი არ იყო მაგ პუნქტზე სიცილი იყო რა და ნუ აი ამ რეაქციამ ისე შეფუთა რომ ჩვენ დავცინეთ იმ ბავშვს რა მაგ ხალხს რო ლუისი კეის სტენდაპი აჩვენა ხო ეგენიც ვერ გადაიტან გული გავუსკდოდა ხო კი ხო და არა უყურე ხო და ეს ანუ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ იმიტომ რომ ჩვენი განზრახვა ზუსტად ყოფილა ამ ბავშვის დაცინვა და რაღაცა ხო ხტები ანუ საერთოდ სხვა კუთხით იღადავეს მაგრამ ესე გაიგეს ანუ კიდე იყო ერთხელ მაგალითად ნიკა ლებანიძე იყო სტუმრად და ხვამლის მთაზე ილაპარაკა რომ როგორი რაღაც ის არის რაც იდუმალებით მოცული და როგორი ისტორიული ადგილია და რაღაცები რა და ნუ ერთი-ორი ხუმრობაც იყო და მან თქვა აღარ მახსოვს გეოგრაფიული ადგილი რომ აი აქ არის ეს მთავ. ხო. რა ამბავი ატყდა იცი კომენტარებში? ცალკე მქონდა რილსად მოჭრილი და ისეთი ანუ ასობით ლანძღვა მოდიოდა ამ ადამიანის რომ ეგ როგორ შეგეშალაო რომ მან კი არა აქეთ გასო ანუ აი რაღაცა ალბათ 5 კილომეტრიანი აცდენა ქონდა რა. ანუ წაშლა მომიწეა რილსით სტუმარს ისე ლანძღავდნენ. ანუ ვერასდროს აი ხედა გამოცდილების მქონე მეც ამდენი წელია მაგ და ვერასდროს ვერ წარმოიდგენდი რომ მაგას ესეთი ამბავი შეიძლება და მოყოლოდა ხო და ეხა უყურე რა შეასაქმე და ისიც რომ ეგეთი ამბავი შეიძლება მოყვეს ანუ მართლა გეუბნები ეს ვეფხისტყაოსანი რაც ხდება მონაგონია იმას შეიძლება რაც ხდებოდა ანუ ენით ვერ აღგიწევ რამდენი კომენტარი იყო და რა ხდებოდა ეხა უყურე იუმორი ისეთი რაღაცა არის როგორ იუმორი იუმორი ისეთი რაღაცა არის მაგისთვის აი ხომ ბოდიში ხვამზე იუმორზე არისო რატო დაცინეთ კი არა ნუ ზოგიერთი იყო რომ როგორ შეიძლება ამ თემაზე იხუმრო მაგრამ ნუ იხუმროს რაღაცაზე მაგრამ იყო რომ აი გეოგრაფიული როგორ შეგეშალა და ხო ეგ ქართველების სენი არის რომ აი რაღაცა ქართველობაზე ისევ მაგამდე მივდივართ ისევ ვეფხისტყაოსნამდე მივდივართ და ისევ ქართველობამდე მივდივართ რომ ნიკო ხოფერიას კი წარე პოდკასტს კითხე ხალხის რეაქციებზე ხო ანუ რაღაცას რო რისკავ რა აი ეს რაღაცა გააკეთე ეს ვეფხისტყაოსანი ჩვენთვის რა არის ხო საგანძური არის და რაღაცნაირად შეეხე. ანუ უეჭველი იცი რომ იქ საშინელება მოხდება რა. კიდე ეს კუთხეებზე როცა არის რაღაცა გეშლება ქალაქი შეგეშალა რაღაცა მაგასაც საშინლად სამზარეულო აი რაღაცა კერძზე თუ თქვი რომ მეგრულია და სინამდვილეში აჭარულია ანუ რაღაცა აუ აი რამბო ეტყდება კი ეგეც ქართული არის ანუ ქართულს ეხები და მაგიტო
და დანარჩენი უკვე არის იუმორზე არის, რომ ანუ იუმორისტისთვის ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ ახლა მართლა ლუისი კეი არის, იმასაც აკრიტიკებენ, ხო და იმასაც ლანძღავენ რაღაცა ისეთი ხუმრობებისთვის. ახლა იუმორი კიდე სხვა რაღაცა არის, ყოველთვის გაგაკრიტიკებენ და ყოველთვის გამოჩნდება ვისაც ვინც ვერ გაიგებს რაღაცა ხუმრობას და მე სტენდაპერს მოუყოლია, რომ ანუ ფიზიკურად დაპირისპირებიან და რაღაცა იარაღებით დამუქრებიან, ანუ იქ სცენაზე რაღაც ხუმრობა უთქვამს მე ხო, ეგ ამერიკას სტენდაპერს იუმორთან კიდე უფრო ძიმეთ არის ახლა ეგ საკითხი რა, მაგრამ ნუ აი ეს მაინც არ არის სწორი შედარება რა, ახლა შენ რაც მოიყვანა, იმიტომ რომ აი თუნდაც ეგ ახლა, რომ აი ეს გამოცდილება, რომ იმა რომ არასწორად თქვა რაღაცა ქართულზე, რომ შეეშალა, რომ სადღაც სხვა ქალაქში თუ სოფელში არის და სხვაგან არის სინამდვილეში და ეს შეეშალა ეგეთი რაღაცა მახსოვს მე რომ სხვა დროს გაგითვალისწინებიათ გადაცემაში რომ ეხა ეს არ ვქნათ ეს არ ვთქვათ თორე შეიძლება ერთობა ხო ანუ ეგ გამოსtildeება რომ იცი მე როცა რაღაც ზუსტობა არის თქواس ყოველთვის არა მაგრამ თუ გაგახსენდა შეიძლება დააზუსტო და ისე თქვა მაგრამ ხო და ეხ მე მაგრამ მე გეუბნები რომ მაგ რეაქციებზე არ უნდა იყო დამოკიდებული რომ ამას ეხა ეს მოყვება და რაღაცა კომენტარს დაწერს ეგრე ცხოვრება დებილობა არის რა პირიქით მგონია რომ რაც მეტი ეგეთი პროვოკაცია იქნება და რაც მეტი აღშფოთება იქნება და მე არავინ ამ აღშფოთებას ყურადღებას არ მიაქცევს ეგ აღშფოთებებიც მობეზრდებათ და ეგ ფორმაც ნელა ძალას დაკარგავს იმიტომ რომ ძალა აქ მაშინ როცა შენ ყურადღებას აქცევ და ითვალისწინებ ეხლა ვეფხისტყაოსნის ესე გადაკეთება რა აი რას შევადარო ეხლა წარმოიდგინე სადღაც კონცერტი რო გაკეთდეს და ქართული ცეკვა რომ იცეკვას ვიღაცამ საცურაო კოსტიუმში მაგალითად. რავი, სუხიშვილებს ასაფართი და რაღაცები რო ქონი, რა ამბავი დააწიეს. საერთოდ საცურაო კოსტიუმში ოდნავ რაღაც თანამედროვე შეიტანეს და მოგახსოვს რა მიხდებოდა. კი, ხო და მაგას გეუბნები ახლა. ხო უეჭველი იცი, ანუ მაგას რო აკეთებ აი სიტყვაზე გინდა რომ რაღაცა ქართული ცეკვა გააკეთო თანამედროვე ტანსაცმლით. და იყოს რაღაცა გამჭვირვალე, იყოს საცურაო კოსტიუმი, ან რაღაცა ეგეთი რა ქნიშნა. აი ხო წინასწარ იცი რა მოყვება მაგას. ხო მე იმას კი არ ვამბობ რომ არ უნდა გაეკეთებინათ, უბრალოდ წინასწარ დარწმუნებული ვარ რომ იცოდა რომ ეს მოყვებოდა. საზოგადოების გაღიზიანება. ხო მაგრამ აი ეგეც მოყვება ხოლმე ავტომატურად რაღაცა აი კლიშეებს რა ხა მოკლეკაბით რომ იცეკვან ქართული სცენაზე. მოყვება ერთი ამბავი. ხო. რამდენი ვიდეო არის რომ რესტორანში ქორწილში ვიღაცა გოგოც ეკავს მოკლეკაბით ქართულს და იქ არის პირიქით რომ აი მე და ტაშის ყრები და ისინი რა ქვია. სხვა შორის ძალიან ბევრი ლანძღვაგინება არის. ლანძღვაც არის ხოლმე, მაგრამ პირიქით ანუ რაღაცა ასობით ათასი ნახვა აქ და ბევრი წერს რომ მაგარია რომ კარგად ეკავ და რაღაცა. მაგას სცენაზე 90% ნეგატიური რეაქცია მოყვება. იმიტომ რომ ის არის ქორწილი და ის იმ მომენტში უბრალოდ გართობისთვის ცეკვავს და ხო და ხო სისულელია რომ კონცერტი და რა ქვია ანუ ამ ადგილას შეიძლება ცეკვა და იქ ცოტა მაღალზე რო გახარ იქ არ შეიძლება ანუ მაგის ანუ მე აზრიც არ მესმის დებილური სტერეოტიპები ჯერ რატო ხგონიათ რომ ჩიხტი კოპი და ჩოხა თუ აცვია და რაღაცას ცეკვავს მაგალითად აი ერისიონი რასაც ცეკვავს ეს ცეკვა მაგალითად ზუსტად ესეთი იყო საუკუნეების წინ ანუ ხო რა თქმა უნდა არისო რა თქმა უნდა არისო რა სუხიშვილებმა რო კიდე უფრო გადააკეთეს ეს არის საშინელება და ეს სიტყვაზე სხვა რასაც ცეკვავს ის რატო გგონია რომ ზუსტად ისეთია რასაც საუკუნეების წინ ცეკვავდნენ ხო ეგ ცალკე პრობლემაა მაგრამ მე რას ვიზახი მაგალითად ვეფხისტყაოსანსაც რო დაუბრუნდა ვერ იღებს ადამიანი ხო და ახალს მიიღებს ასე ხა ადრე გახსოვს მაგდონალდსი რო იხსნებოდა ერთი ამბო პროტესტი იყო ნაწილში რომ არ გვინდა ამერიკული მაგდონალდსები იმიტომ რომ ხინკალს წაგვართმევენ და ხაჭაპურს არავინ აღარ შეჭამს მართლა იყო ეგ შიშები რა ხო და ერთი რო დადგავს ვეფხისტყაოსანს ეგრე მეორე სხვანაირად მესამე სხვანაირად ამის პროტესტშიც დაიღლება და მობეზდება იმ საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც ზოგადად რამეზე აღშფოთდეს რა და აღარ გახდება ესეთი ტაბუირებული და პირიქით არის ანუ რავი ვეფხისტყაოსანი რაც მეტად იქნება ყოველდღიურობის ნაწილი და ზოგი კინოს გადაღება შეეცდება ზოგი სპექტაკლს დადგავს ზოგი სიმღერას დაწერს ვეფხისტყაოსანზე ხო უკეთესი იქნება ვეფხისტყაოსნისთვის 10-დან 9-ს არ გამოუვა, ერთს რაღაცა გამოუვა. ხო, არა, გეთქვი. ეს ხო რაღაცას შემატებს კიდე კულტურას, იმის მაგალითად, რომ იდგე რა ქვია, მითი რა ქვია, ჯოხით და არავინ არ მიაკარო რა და რაც მეტი იქნება ეგეთი რაღაცა. ხო. უფრო მეტად შემოვა და უფრო მეტად აქტუალური გახდება ვეფხისტყაოსანი, იმიტომ რომ მაგ სპექტაკლამდე ბოლოს ვის გაახსენდა ვეფხისტყაოსანი? აი ესეთი სალაპარაკო ბოლოს ოდის იყო და ამ დროს რა ვიცი, მაგალითად თუ არ ვილაპარაკეთ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ აბა? ხო, ვიღაცა TikToker-ების და ვიღაცის
სელებრიტებმა ვინ რა გააკეთა და რომელმა პოლიტიკოსმა რა დებილობა დააბრეხვა, მაგაზე ლაპარაკს არ ჯობია ვეფხისტყაოსანზე ილაპარაკო? სიტყვაზე ვიძახი. ხო. ეგეთ თემებზე. და ამიტომ მე პირიქით გონია რომ უფრო დადებითი მოვლენა არის რა. არა, მე გეთახმები მაგნაწილს. თუნდაც თვლიდე რომ უნიჭოთ არის გაკეთებ, თუნდაც ის რომ კიდე ერთხელ გაგვახსენა ვეფხისტყაოსანი და ვიღაცამ თქვა და მე ხვდებოდა ვიღაცას ისინი მოყავდათ ფრაზები, ვისაც დაცვა უნდოდა რომ აი ეს წერია ვეფხისტყაოსანში და ამაზე როგორ აკრიტიკებდა ვიღაცები წერენ რომ არა ეს წერია და ეს როგორ შეიძლება. ხო. ვეფხისტყაოსნის ფრაზები გაიხსნა საზოგადოებამ. ხო. და ერთმანეთს მაგაზე, ახლა ჩვენც ამდენი ვილაპარაკეთ მაგაზე. ხო, იქნებ რაღაცა ვისაც წაკითხული არ აქვს, წაკითხავს მოუნდეს რაღაცას. სხვადასხვა სულ მინდა წაკითხო, მაგრამ სულ ის რაღაცა ის მაქვს. ისე შემაზიზღეს სკოლაში. ხო. ანუ ისეთი ცუდი ემოციები მაქვს წიგს რო ხედავ, აი მახსენდება როგორ ვეწამებოდი რაღაცის დაზეპირებით. ხო. რომელიც შინაარსიც არ მესმოდა. ან ზეპირად რა ვიქნება ახლა ვიღაცას აქ ნიჭი რომ შეუძლია ერთხელ წაიკითხოს და ზეპირად თქოს და ვიღაცას არა აქ ეგ ნიჭი და ზოგს ვარ დისლექსია აქვს და რაღაცა და ანუ ძალიან უწვალობდი მაგის დაზეპირებაზე რა და მახსოვს რომ ვიღაც თამაშს ვასწრებდი ვერც ეზოში ჩავდიოდი ვერაფერი აი ხვალ მაგ ქართულის გაკვეთილი და უნდა ვიცოდე ზეპირად ვეფხისტყაოსანი იმიტომ რომ ესეთი პროგრამა იყო ხო აი ნუ ძალიან ცუდად მახსენდება რა არა და მინდა კიდევ ერთხელ რომ წავიკითხო ეხა აი ამ თვალით მეც მინდა სხვათა შორის ერთად წავიკითხოთ ეხ მამა ერთი თავის ის ტროპი შენ მეორე და დაიზეპირა ხო, საზეპიროებით. ხო, მოკლედ, ბევრი ეს ვინ მოიგონა, რომ უნდა დაიზეპირო, აი, რატო იყო ეგეთი, რომ ზეპირად იცოდე და აი რა შვები მე, აი, კიდე ის რო იყო, რა ქვია, ჰაგიოგრაფიიდან რო იყო ხოლმე, საერთოდ 10 სიტყვიდან 9 რო არ მესმოდა რა იყო ეს. უბრალოდ ეს გინდა ეგ დაგიზეპირებია, გინდა ალბანური ენა, ეს სულ ერთი იყო, აი, არ მესმოდა სიტყვები ასე ნიშნავდა და აი, უბრალოდ გერების თანმიმდევრობას ვიზეპირებდი, აი ეგრე იყო რა. საშინელება იყო. ხო და ასე რომ კი გავიდა 40 წუთიას დავიწყო. ხო, აი ვეფხისტყაოსანო ამდენი წაიღო. ზუსტად იგივე არის ოპერაზეც მაგალითად რა. რა აი თანამედროვე უბრალოდ ოპერას ბევრი ხალხი არ უყურებს და ცოტა რო უყურებს, მინ ცოტას ნაწილი აქვს ფოთლება. თანამედროვე კოსტუმებით დადგმაზე არის, ნუ აი ლანძღვაგინება და ნუ აი ეს რა არის და როგორ შეიძლება ესე წაბილწო რაღაცა კარმენი და ეს რაღაცებს წერენ და ხშირად არის რა და ჯო ხალხს რა არის მისიცი რომ აი მაგალითად მაშინ იმ კულტურაში რა იმ კულტურაში კი არა იმ ეპოქაში იმან რომ ეს დაწერა და დადგა და იქ რო ეცვათ რაღაცა უზარმაზარი კაბები შიგნით მეებით ისინი რო ქონდა ესე გაფშეკილი რო დამდგარიყო რა ქვია მაგას არ მახსოვს ვიცი ასე ხო ხო აი მაგითი და პარიკებით და რაღაცა ანუ ის იმ სპექტაკლისთვის კი არ იდგმეოდა ისედაც ეგრე დადიოდა ხალხი და ეპოქა იყო ისეთი რომ ეს კოსტუმები გადმოდიოდა ხო ანუ სცენაზეც იმას აცმევდნენ უბრალოდ იმ ისტორიისთვის შესაფერისად, რაც იმ ეპოქაში ეცვათ, ხო? და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, რომ დღეს რომ სიტყვაზე რაღაცა კარმენი იდგმება თანამედროვე კოსტუმებით და კარმენს აცვია მოკლე კაბა, ან შეიძლება ჯინსიც ეცვას ან რაღაცა მსგავსი არის უბრალოდ ეპოქა შეიცვალა და შესაძლებელია რომ ეს არ ცვლის არაფერს. ანუ მუსიკას ხო არ ვამახინჯებთ არა? ხო, ნაიკები რო ეცვას კარმენს. ხო, ანუ რა მე არ მიშლის ახლა მაგალითად ესთეტიური თუ არის და ლამაზად თუ არის გაკეთებული, კარგად თუ მღერის საერთოდ არ მაინტერესებს ჯინსი ეცმევა თუ რაღაცა უზარმაზარი კაბა ეცმევა რა. ხო, მოკლედ ეგ არის ციკლი საზოგადოების განვითარებაზე. ჯაზი რო შემოვიდა. ხო. რეაქცია იყო რომ ეს სატანისტური მუსიკა არის და რაღაცა ცოტა სტრაფი ჯაზი რო იყო, აუ გაგიჟდნენ და არ შეიძლება და ხალხს აგიჟებს ეს მუსიკა და რაღაცებს წერდნენ. დღეს რაც იმათ ითვლება კლასიკად რო ითვლება და ძალიან აკადემიურ მუსიკად, მაშინ მიუღებელი იყო, ხო? იმიტომ რომ ძალიან ჩქარი მუსიკა იყო თურმე. და ყველა შემდეგი ჟანრი ეგეთი იყო. ბითლზი რო დღეს იმათ ითვლება კლასიკად, რა რეაქცია ქონდა ბითლზის შემოსვლას იყო პროვოკაციული იყო ბითლზი, ხო? ხო. ანუ
რაღაცა შეეშინდა მაშინ ხალხს ბითლზის რა. ყველა ეგეთი რაღაცა არის. ეხა იგივე არის ზუსტად თუნდაც კლასიკაზეც რა. ამას რომ ვიცავთ გამწარებულები, რომ ვაიმე როგორ შეიძლება მოცარტს რომ ღერი და უკრავ, მოკლე კაბაკეცვას. ისინი თვითონ ისეთი სკანდალურები იყვნენ და ისეთი ეპატაჟურები იყვნენ მაშინდელ ეპოქაში. ხო. რა ვიცი, ეგენი მაგათ რომ ახალი შემოჰქონდათ და ეგენი რომ ბობოქრობდნენ და იბრძოდნენ რაღაცა ახლისთვის, ჩვენ ვერ მივალთ იმათთან რა და ეხა იმათი დასაცავი რა იცი ჯერ გვაქვს რა. ჩვენი დასაცავი არ ჭერს არაფერი, არც შოთა რუსთაველს და არც მოცარტს და არც როფის ყოველს ვერავინ რაფერს ვერ დააკლებს რა და თელი ერი რომ თემა რომ მოვინდომოთ, ვერაფერს ვერ დავაკლებთ. პირიქით აქეთ თუ რაღაცას ვისწავლით, ისევე ექსპერიმენტებით, რაღაცეებით და რაც მე ვიფიქრებთ მაგაზე და ვიზავთ. და მე მოცარტზე სულ ამადეუსი მილოშ ფორმანის ამადეუსი წარმომიდგა. რაც არ უნდა ეხლა ვიცი რომ ბევრი რაღაცა გაზვიადებულია. სხვანაირია. სულ მოცარტი გააცოცხლდა და ამანახო ეს იყო, მაინც ჩემ წარმოდგენაში ის არის მოცარტი ეგეთი იყო რა. რაღაცნაირად რო იცინოდა და. კი. ეპატაჟზე გამახსენდა იქ არის რომის პაპას რომ კარს რო გაუღებს და რომ მოტრება დაიხრება, ვითომ ამას რო დაუკრა თავი და საჯდომს რომ მიუშვერს და მოკლედ. ხო, არა, ეგეთები იყვნენ რეალურად. ნაიკზე გამახსენდა რაღაცა ხო. რაც არ შეიძლებოდა იმას აკეთებდნენ მაინც და მაინც და მაგიტო თქვეს სიტყვა და მაგიტო დარჩა დღეს და მაგიტო არის კლასიკა ის რა. ან როგორ მოხდა რომ რაღაცა გარდატეხები ხდებოდა და რაღაცა ჰარმონიები იცვლებოდა და დღეს რომ მოусმინო აუცილებლად განასხვავებ ერთმანეთისგან ხო მოცარტს რომ მოусმინო და შუბერტს რომ მოусმინო სხვა ეპოქა არის და სულ არ იცოდე რომ ეს მოცარტია და ის შუბერტია რომ მოусმენ განსხვავებას იპოვე ხო ის რომანტიზმი არის ეს კლასიციზმი არის და ეს არის და როგორ ხდებოდა ეს გარდატეხები ხდებოდა ახალ სიტყვას ამბობდნენ და მაშინაც იგივე ხდებოდა ანუ ხალხი გაგიჟდებოდა ეს როგორ შეიძლება და ამის შედეგი იყო ის, რომ განვითარდა და კიდე მეტი შეიქმნა და ამდენი ის გვაქვს, საგანძური გვაქვს და ამდენი ამხელა ის გვაქვს, ოქროს ფონდი გვაქვს. და რაღაცა მე მგონი ის არის რა, ცოტა უნდა დავფიქრდეთ რაღაცას ესე რომ დაუფიქრებლად რომ ვაკრიტიკებთ რა. ხო და მე მგონია რომ ეს ბუნებრივი პროცესია და არაფერი ცუდი არ ხდება. რაღაცა ნაწილი უნდა აღშფოთდეს, რაღაცა იბრძოლოსახლისთვის, რაღაცა არ გამოუვიდეს, რაღაცას მე რაღაც გამოუვა და ეს დუღილი პირიქით კარგი მგონია რა. ხო. მოდი, სამ გავაგზავნებთ კითხვა მაყურებელთანაც ეგ იყოს. ჩვენს მაყურებელს კითხოთ აპინო კომენტარში. აი ეს სპექტაკლი ფეხსტყაოსანი. მოგეწონათ არ მოგეწონათ კი არა. თვლით რომ უფრო დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი მოვლენა. და რატო? განმარტებაც რომ მოვაყოლოთ. თქვენი აზრს გითხარით. ანუ საბოლოო ჯამში მოგეწონათ თუ არა. ანუ საბოლოო ჯამში ეს დავსვათ შეკითხვა, მეტი დადებითი აქვს იმას რომ რუსთავის თეატრში დაიდგა ესეთი და ხალხის ესეთი აჟიოტაჟი გამოიწვია თუ აი ამას თავის სპექტაკლს და აჟიოტაჟიანა თუ უფრო უარყოფითია. ხო. მოკლედ თქვენი აზრი დაწერეთ ამ სპექტაკლზე აპინო კომენტარში. საინტერესო იქნება სხვათა შორის დაკითხვა. ხო. ნაიკზე გამახსენდა. ახლა ვახსენე. ნაიკის ბოტასები რო ეთვას თქო. სოფლიო ჩემპიონატის ფორმები გამოუშვა და დებილურად შეკერილი რო არის. ხო, აპოწული რო არის იმაზე, ხრებზე ამოვანათებ. აი როგორ რანაირად შეიძლება დაემართოს ამხელა. აი, ამდენი გამოცდილება რო გაქვს და ხო იცი რომ საზოგადოების რეაქცია მოყვება. ამდენი წელია რომ ფორმებს კერავ. ეგ დებილობა როგორ უნდა შეკერო, რომ ყველა ფეხბურთელმა ვის ჩაიცვა, ხარზე აიპრიხა და ეს რაღაცა იმისავით არის. ფრთებივით კი არა და რა ქვია მაგას არ ვიცი რაღაცნაირად აქვთ. ამხელა გამოცდილების კომპანიას რომელიც ამდენს ფიქრობს როგორი შეკეროს, ამდენს ტესტავს. მე მანდ მგონია ხოლმე რომ რაღაცა არ ვიცი შეიძლება ფილმების ზეგავლენა არის თუ რა არის არ ვიცი. მე მანდ მგონია რომ ვიღაცა ძალით შვება ხოლმე მაგას რა. რო ჩაძიროს. შიდა საბოტაჟი არის. ხო. აი, ხო, მაგრამ ნუ შენ ხარ კომპანია, საბოლოოდ შენ აგებ პასუხს რა, ზმაისურს აგზავნი. საფრანგეთის ნაკრებს თუ რაც არის ხო თქვი გუში ლაპარაკობდით მაგაზე და აი შე როგორც თქვი ანუ სხვა რასაზრუნავი აქვს ანუ სოფლიო ჩემპიონატისთვის ხო ამაზე მნიშვნელოვანი თემა რა სოფლიო ჩემპიონატს უნდა ჩააცვა სოფლიო ჩემპიონატს ხო სოფლიო ჩემპიონატისთვის არა აქ შეიძლება ჩემპიონთა ლიგა იყოს რაც არ უნდა იყოს ანუ მბაპეს რო უნდა ეცვას და იმას იამალს რო უნდა ეცვას ეს რა ქვია
შენი ფორმა Nike რო უნდა ეწეროს, ანუ მაგაზე მნიშვნელოვანი რა არის, ანუ სხვა რა საქმე გაქვს. ხო, წესით, მაგრამ მაინც აი იქაც იმ დონეზეც ხდება ეს ადამიანების შესტომები. ხო, მაგას რა. ვამბობ, რა მგონია რომ აი რაღაცა განზრახ ხდება, არ ვიცი, რომ შანსი არ არის ის ამბავი გახსოვს, თუ მაგ მოყოლილი სტეფ კარი რატო არის Under Armour-თან? კი, ის ხო, ამბავი იყო ესეთი, რომ სტეფ კარი რო იყო მომავალი ვარსკვლავი, ახალგაზრდა და რო აი წინასწარ მეტყურებდნენ თუ რა დიდი კალაბურში თამაშობდა თუ არა, ცოტა ტრამვები ჰქონდა, ბევრი დასაწყისში რა და ზოგი სკეპტიკურად უყურებდა რა და მაგრამ მაინც ამ მომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და Nike-მა გადაწყვიტა რომ ის ერთ-ერთი სახე ყოფილიყო, ანუ ბევრ კალაბურთა და სპორტსმენს უფორმებს კონტრაქტს, რომ შენ Nike-ის სახე იყავი, Nike გეცვას და რასაც გადაგიხდი ამაში და სტეფ კარისაც დაუძახეს, სტეფ კარი და მეგონი მამამისიც იყო და თავის მენეჯერი, მამამისიც ძველი კალაბურთელი არის NBA-ის მოთამაშე და რომ მივიდნენ სადაც Nike დახვდა და პრეზენტაცია გამართეს, რომ აი ესეთ ბოტას შეგიკერავთ და მოკლედ პრეზენტაცია, რომ აი ჩვენთან თანამშრომლობით შენ ეს ბენეფიტები გექნება. იქ მოთამაშე სადაც სტეფ კარი უნდა ყოფილიყო ტექსტი იყო სხვა მოთამაშე ეწერა. ხო. ანუ შაბლონური PowerPoint-ის პრეზენტაცია აიღეს და სახლის და გვარის გადაკეთებაც კი ანუ დაავიწყდათ და გამორჩათ რა, რომ სტეფ კარი დაეწერათ, სტეფ კარის ვაჩვენებდნენ, რომ აი შენი სახელი და გვარი ამ ბოტასზე იქნება და კონკრეტულად რა ტექსტი იყო, ვიცი, მაგრამ სტეფ კარი ყვება თვითონ მაგას, რომ სხვა კალაბურთელის სახელი და გვარი ეწერა რა. და უკვე რო კარიერას რო იწყებ, არ რჩებ, ხა იქ ბევრი კომპანია გიკავშირდება რა. და ერთ-ერთი იყო Under Armour, ვინც დაუკავშირდა, რომ წამოდი ჩვენთანო. Under Armour-ში რომ მივიდა, ნუ იქ დახვდნენ ზარზე იმით და ყველაფრით, რომ ჩვენთან მოდი და მაშინ Under Armour-ი დამწყები კომპანია იყო. და სტეფ კარი ყვება, რომ ჩემი გადაწყვეტილების мотиваცია იყო, რომ Nike-შიო რაღაცა რიგით სპორტსმენად ყოფნასო, სადაც 2005-ასე ვიქნები მაგათვის, მირჩევნია Under Armour-ში ვიყო, სადაც მათთვის მთავარი საზრუნავი იქნება და წავიდა Under Armour-ში. და ციფრები თუ არ მეშლება, მაგრამ დაახლოებით ეგრე იყო Under Armour-ის კომპანიის ღირებულება, სტეფ კარიმდე იყო 300 მილიონი და სტეფ კარის მერე 3 მილიარდი თუ რაღაც. ანუ სტეფ კარიმ ისე გაზარდა Under Armour-ის, სტეფ კარის ბოტასმა ის რომ სტეფ კარის ეცვა Under Armour ისეთ პოპულარული გახადა. მეც მაქედან გავიგე Under Armour-ის საერთოდ არსებობდა რა. და ანუ წარმოგიდგენთ Nike-მა რამდენიმე მილიარდი დაკარგა იმაში, რომ PowerPoint-ის პრეზენტაციაში არც იზრუნეს იმაზე, რომ მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ, სანამ სტეფ კარი შევხვდებით რა. აი ეგეთ პატარა ბავშვურ შეცდომას, ანუ მაინც ეგეთი კომპანიებიც კი ეგეთ შეცდომებს უშვებენ რა. იცი რა მგონია, რომ აი Nike-ც უკვე იმას ავითარა. რაღაცა კომპანიები ხო არის, ვისაც აღარ ჭირდებათ უკვე რაღაცა დიდად იზრუნონ თავიანთ პრესტიჟზე რა. მე მგონია, რომ ეგეც მოქმედებს. აი რაღაცა Coca-Cola მაგალითად. აი Coca-Cola-ს არაფერში არ ჭირდება რეკლამა რაღაცა ისეთი რა, რაღაც ვიღაცები რო აკეთებენ რაღაცა რეკლამებს. თუნდაც Pepsi რო აკეთებს და ხან Messi ყავს და ხან Henry ყავს და ხან Beckham ყავს და ეს. აი Coca-Cola-ს არ ჭირდება რა. რაღაც ერთ რეკლამას გამოუშვებს ახალ წელს. მით რა ქვია, ანიმაციით. და კაცებშიც გავიკეთებია Coca-Cola-ს რეკლამები. დაანადრე. აი ხსოვს? გადაცემის ნაწილი კი არ იყო, ცალკე ვიდეოებს ვდევდით რა, რაღაცა საჭმას იძახებდნენ ხან რაღაცა Coca-Cola-სთან ერთად. უკვე თავი პროსტა გამახსენდა უცებ გითხარი. ხო არა, აქ არ ვიცი ახლა. აქაც რა ვიცი, ხშირად გინახავს? ხო, მაგას აზე ამბობდი Coca-Cola-საც უნდა რეკლამა. რაღაცა კომპანიები არის მეთქი, რაღაც რომელსაც აღარ ჭირდება დიდად პრესტიჟზე ზრუნვა რა. აი Coca-Cola არის ეგეთი, McDonald's-ი არის ეგეთი, Nike არის თუნდაც ეგეთი. ხო, მაგრამ მაინც შეიძლება იმ ყურადღებას არ აქცევდი, მაგრამ მაინც ჭირდება, არ არსებობს რა, ეს ძველი დიდების ხარჯზე ვერ კი ძველი სახელი მოგცდებს, მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყოველთვის ჭირდება გამყარება პერიოდულად შეხსენება, რომ აი ნუ აი გამყარება ეგენი უკვე იმით ამყარებენ, რომ სულ არის კარგი რა, ხარისხი. ანუ McDonald's სულ ერთნაირი გემო აქვს, Coca-Cola სულ ერთნაირი გემო აქვს, ანუ წარმოიდგინე Coca-Cola თავის დროზე რომ დააწერეს წითელზე თეთრით რაც დააწერეს, დღემდე არ შეცვლილა. ანუ რამდენი წელი გავიდა. ანუ ეს არ შეცვლილა. წარმოიდგინე. ერთ-ერთი შეიცვალა ის, რომ რაღაცა ზერო გამოვიდა და შავად აწერია, იქ ლაიმი გამოვიდა და მწვანე არის, ნუ ეგ არ ითვლება. ანუ ბრენდი რო დაბრენდეს ეს არის ესე და არაფერი არ შეცვლილა.
ხო. იგივე არის McDonald's. ხო და როგორ მივით აქამდე? ლაპარაკობდით რომ დიდ მასშტაბებზე შეიძლება შეცდომა მოხდეს. მე ვთქვი ეგ რომ დიდად აღარ ჭირდებათ მეთქი პრესტიჟზე ზრუნვა თქო რა ეგეთ კომპანიებს. ხო და არის ზრუნვები და ახლა ხო, მაგრამ ახლა დავიჯერო დაეცემა მაგის გამო Nike-ის გაყიდვები? არა მგონია. რავი, ერთხელ ეს შეხვდება, მეორეჯერ რაღაც შეხვდება, მესამეჯერ ბოტას იყიდი გაირღვევა და დამთავრდა შენ წარმოდგენაში Nike-ის იმიჯი. რო ხარისხიანია. არა მგონია. ეგრე რა ვიცი, McDonald's-საც. რატო არა გონია ახლა რა ვიცი. შემდეგი ახლა თქვან რომ აი გამოუშვით ახალი ფორმა. ხო. სოფლიო ჩემპიონატის, ხო, რამდენი ადამიანი ყიდავს ფეხბურთის ფორმას. ცოტა ეჭვი ხო შეგეპარება რომ მოიცა ახლა ვიყიდო ეს Nike თუ ჯერ დავალდო სხვა მიყიდოს და ნახო კიდე ეგეთი დებილობა ჩამოვა თუ ეს ანუ უკვე ხო გაგიჩნდა ერთი პატარა ეჭვი გადაწყვეტილების მიღებამდე Nike იყიდო თუ არა ამერიკისა ფეხბურთის ფორმამდე როცა მიხვალ რა ანუ მიხვდი ეგეთი თუ ბევრი შეხვდა ან ბევრია 3 კიდე ანუ ეს და კიდე 1-2 ეგეთი მაგალითად რომ შეხვდეს ვიღაცა მოგიყვეს რომ იცი Nike-ში ბოტასი ვიყიდე და აძურა რაღაცა ხო მაგრამ იცი რა რაღაცა გითხრას უკვე დაეცა შენ წარმოდგენაში Nike-ის იმიჯი რა ეს ანუ რეალურად ეგეთი რაღაცები რაღაცა 10 წლეულებში ერთხელ ხდება ხო აი ხო მაგრამ იმიტომ რომ მაგაზე თუ არის ზრუნე 10 წელიწადში ერთხელ გაგიპარება და თუ იზრუნე და თუ არ იზრუნე წელიწადში ერთხელ და დავალ შენ იმიჯი ხო და ანუ მაგას ვამბობდი რა რომ ესეთი კომპანიები უბრალოდ ხარისხზე ორიენტირებულები არიან და ნუ ძალიან იშვიათად რომ ეგეთი ის გაეპაროთ რა და არა რაღაცა იმაზე PR-ზე და მარკეტინგზე. ანუ ის რომ იცი რომ სიტყვაზე Coca-Cola არის სულ ერთნაირი და ერთნაირი გემო აქვს, აი რაღაცა თუ გაეპარათ ერთხელ რაღაცა შეცდომა, ის ვერ შეგიცვლის აზრს და იმას რომ Coca-Cola გემრიელი. ხო, ეს ერთხელ, მაგრამ 5ჯერ რო იყიდო Coca-Cola, 10ჯერ რო იყიდო 10-დან 5ჯერ. ხო, ან Nike-ის ესეთი მარცხი რამდენი გაგიგია, აი Steph Curry-ზე რაც თქვი, ერთი ეგ და მეორე ეს, მე სხვა არაფერი არ გამიგია. კი, ერთი ის იყო Zion Williamson-ი იყო და იმას ესეთი ამავალი ტიპი იყო ეგეც ერთი ორი აი გახსოვს გოგა ბითაძე რო აიყვანეს დრაფტზე და ცნობილი ფოტო რო არის გოგასთან რო არავინ არ დგას და ყველა ჟურნალისტი რო იმაზე არის დასეული. ეგ Zion Williamson-ი Nike-ის ბოტას თამაშით დროს ძირი გაძურა. Nike-ის ბოტასები ეცვა და აი Nike-ის სახე უნდა გამختارიყო და როგორ იყო იცი მეგონი ჯერ სრულწლოვანი არ იყო. და შეიძლება კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ აი ვიცოდე როგორც კი 18-ს გახდება Nike-ის სახე იქნება და უცებ ერთ-ერთ თამაში ბახდა ძირი გაცურა. აი რა ვიცოდი. კი, მეგონი Nike-ის ბოტასი იყო. ეხა აღარ მახსოვს მე იმის მე გააფორმა თუ არა, მაგრამ ნუ აი სოციალურ მედია იყო აჭრელებული ამ ძირი გამძვრალი ბოტასით რა. მაგრამ აი შენ ყველაზე ძალიან მას Nike გიყვარს და Nike ხო, იმიტომ რომ რაღაცა ბევრჯერ რო ვიყიდე იქიდან მე ცუდი გამოცდილება Nike-თან ხო არ მქონია რომ ვიყიდე და რაღაცა ერთი-ორჯერ შეიძლება იყო ბოტას ვერ იხმარო და არ გაგისწორდეს მაგრამ Nike-თან მეც არ მქონია ცუდი გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით Puma-ზე. Puma-ზე იცოცხლე კი ბატონო, იყო ის ფეირო გასდიოდა და მე რომ მომრავლები. ხო, ეგ მოყოლილი კაკ. აი Under Armour-იც ახლა რავი, ამდენჯერაც გვიყიდია, არ ყოფილა რომ აი ეს რაღაცა ხარისხი არ უარგო და Under Armour-საც ვიყიდეთ, ხო? ჯერჯერობით უჭირავთ ეს სტატუსი რა, კარგი კომპანიის. არ ყოფილა. არ ყოფილა ხო ჯერ? ხო, არა. მე რაღაც პონტში Under Armour მირჩევნია Nike-ს. რა? ტანსაცმელი მაგალითად. აი რაღაცა ხარისხი უკეთესია რა. Under Armour-ის. ხო. მოკეთე, როგორ არის ეს Nike-ს ძალიან ბევრი ხაზი აქვს. აი რაღაც როგორ Under Armour-ს არ აქვს ესე რა. Nike-ს ილობს რომ ცოტა დაბალ ხარისხიანი ხაზიც კონდეს, შემიმჩნევია რა. რომ აი არ იყოს შეიძლება $200 ბოტასი და იყოს $60. და ეგეც Nike-ია და $150 ბოტასიც Nike-ია და ხარისხში განსხვავდება ესენი რა. იმაშიც კი ცდილობენ რომ დაბალ ხარისხიან მეთი ოკეი შეკერილი ნაჭრებით და შემდეგ მაინც კაი გამოვიდეს, მაგრამ ნუ მაინც ეთყობა რომ დაბალი ხარისხი აქვს რა არის ეგეთი. და ამ Under Armour-ს ჯერ ეგ არა აქვს, რასაც უშვებს ყველაფერს ხარისხს და ძვირიანს უშვებს რა. ხო. შეიძლება მაგათმოს დაიწყონ ეგ, მაგრამ ჯერჯერობით ხო მეც ხარისხის პონჩი. იმედები არ გაუმტყუნებია ჯერ. ხო რა, ესეთი არის რაღაცა. ვირივით ეს არის ნაჭრები არის. ხო. დიდი ხანი ძლებს და არ ფუჭდება. ხო, რა ვიცი, თან crossfit ძლებს ვაკეთებს და ძალიან კომფორტული არის, აი განსაკუთრებით სავარჯიშო ტანსაცმელი. ხო. კი ბატონო. კაი. კიდე მე თემო კიდე მქონდა რაღაცა ახალი ამბავი. დღეს რო დაიდება ღამე არ ჩემპიონთა ლიგა? ხო. ხვიჩა ლივერპულის წინააღმდეგ. მეორე განმეორებითი. წინა თამაში ვერ უყურეთ.
ჰაილაიტები ვნახეთ მარტო. სულ მწყდება რომ PSG-შია რა. და ხუჭი რა ფორმაშია თან და აქეთ მომარდა და მოკლედ ეს არის რა ქართველების დღე არის საფეხბურთო. ხოდა ეს უნდა დავდოთ საღამოს რომ მე ფეხბურთი იქნება და ოთხ შაბათს ხარ დავდოთ ხელი რა შევუშალოთ ფეხბურთს. ხო დღეს რო ვიწერთ ამას დღეს არის თუ ხვალ არის? უშაბათია და რო დავდებთ იმ დღეს არის სამშაბათს ხო დავთამაშე. ხვალ ეს. უშაბათს ვიწერთ საღამოს. საღამო არა რომელი საათია? წარმატებები ხუჩასაც და მამარდასაც. წარმატებები. მამარდას ბევრი სეივი, ხუჩას ბევრი გოლი, არ ვიცი ერთად როგორ იქნება, მაგრამ. ხო. ჩვენ ყველა პორჩი გამარჯვებული გამოვართ, ან ერთი ქართული გაიმარჯვებს, ან მეორე. წარმატებები ორივეს რომ კარგი სათამაშო დღე გქონდეთ. და ხუჩა თუ გაიტანს, ისეთი გოლი გაიტანს, რომ მამარდას ბრალი არ იყოს. ახლა ხო მე კარის ბრალი არის, დაცვა ჩავარდება და მე აი ეგეთ თუ გაიტანს, ეგეთი გოლები გაიტანს. და მე ამ შემთხვევაში მაინც მამარდასკენ ვიქნები, იმიტომ რომ PSG არ მეყვარს. იმაში არჩევანი. თამაში ისევის წინაზე ვითამაშეთ თუ წინის წინაზე? აი ვერანდაზე რომ ვიყავით, მაშინ ვითამაშეთ. წინის წინაზე მაშინ. საზრიანი. ხო. ამოდის კატეგორია და ამოდის ანბანიდან რომელიმე ასო და იმაზე ვინც პირველი იტყვის იმ კატეგორიას და ასახელებს, ის არის გამარჯვებული. დავიწყებთ ძალიან მარტივია გზადაგზა მიხვდებით, არის დიდების კარტები, ბავშვების კარტები და ანბანი. 10-მდე? თქვენც ითამაშეთ ჩვენთან ერთად. 10-მდე? ხო. მე კაცებსაც შევთავაზებ ამ თამაშს, შეიძლება მოთაც. ვათამაშოთ. კი. ლაბაზის ჭინჭყლება იქნება ძალიან. იყო კომენტარებში იყო მეგონა რაღაცა დაწერა კაცებს. რჩევა გაქვს მაყურებლებს? რატომ? არა ვერ მოვიფიქრე. მაშინ არაფერი არ მახსენდება. ხო შეიძლება ერთხელ ესე იყოს რა, რომ აი მართლა ხა ის ხო არა ვარ რა ქვია სადგურო როს ყველა კვირაში რაღაც საინტერესო რჩევა გქონდეს. ხო არა, ეგეც ბუნებრივი უნდა იყოს, რომ თუ გაქვს რამე ხო არა, ეხა ისეთი არაფერი. პირიქით აქეთ მირჩიეთ მტვერსასრულს რა უყო. რობოტ მტვერსასრულს რომ თავის საქმე შეასრულოს. რთული საპოვნელია ესეთი კატეგორია. რთული საპოვნელია. რთული საპოვნელიაში როგორ შევთანხმდეთ ანუ? არ ვიცი, მაგაზე ვფიქრობდი ახლა. კაი, ამოატრიალოთ. ბრილიანტი მაგალითად. მაღაზიაში მხოლოდ იყიდია თუ რთული საპოვნელი. მოპოვება ხო რთულია? კაი. არ ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ რა. რაც იქნება, იქნება. თაგვი. კი ბატონო. სწორი 1-0. დაიმახსოვრე. ხო, ესენი უნდა შევინახოთ. კავშირშია ომთან. ღობე. არა. ღმერთი, ომის ღმერთი ხო არის? აკვი ომის ღმერთი. კრატოსი. კრატოსი? არის ომის ღმერთი? კრატოსი ის არის ანუ აი ეს თორი და ის რა ქვია, ოდინი და ესეც არის. კრატოსი ხომ არის სამარცხო და თვითონ ხდება ომის ღმერთი. ეგრე არის God of War-ში? God of War-ი გამოდის ხო კიდე? კი. ანუ ოჩ PlayStation 5 საყიდელია რა. საყიდელია ხო. კაი. კავშირში ომთან ღზე. გავგზავნოთ თამაში. არა გვაქვს პასუხი. ომზე? ხო. მე ხამრიდი არა. ქვე მეხი არის. ვა. ის არა. ის ჰაიმარსი არის. კავშირშია ომთან, მუშკეტერი. არის მუშკეტერი კი? რაღაცა სამხედრო ის არის. წოდება არის ან რაღაცა ეგეთი. მომეც. 2-0 მასკეთიდან მოდისო, როგორც ამბობენ. კავშირშია დასვენებასთან. ამინდი. არის? კი. მწერი. ეხლა ჩვენ ვიღებთ დიდების კარტებს, ხო? ხოჭო. ხო იყო, გაგვიწყდა. 3-1? აჰა. ჯერეს. სპორტის სახეობა. დარცი. ტიპოიგო. დომინო. სერიალის გმირი. გუდმენი, სულ გუდმენი. კაი.
ეგ როგორ არ ჩაკითვალო? ვატორით რა. სზე არ არის? კაი, კი ბატონო, გზე იყო. არა, გეთვლება. გეთვლება. არა. წინასწარ მოიღე? დედაქალაქი წ. აუ. შევცვალოთ ასე წზე რა უნდა იყოს. მოიცარ წამე? არ ვიცი, შევცვალოთ. დედაქალაქი ჭება ასე იცვლება. B. ბარსელონა არ არის დედაქალაქი. ბილბაო. არ არის დედაქალაქი. ბერლინი. ბერლინი. ზღვაშია. რანაირი ის არის ხანდახან სიტყვა? I. ზღვაშია. იალქანი. ზღვის გარდა სად არის იალქანი? რამდენი გაქვს? 3. ჰა, შენ? 5. 5-3. კავშირშია კულინარიასთან. C. ცომი. იცი მე დრო მეკარგებ რომ ხმამაღლა დავიძახო ასო და შენ ამასობაში ფიქრობ. ნუ დაიძახებ მიატრიალეს კამერისკენ. ძვირია. ძვირფასი ქვები. ძ. ძვირია. ძოწი. ძვირია ძოწი? ძვირია. კაი შენ იყოს. ძოწი. კავშირშია ამინდთან. შ. შხაპონა წვიმა. არა. შრიალი ბოთლების. შევცვალოთ ასო? ხო, შევცვალოთ. შოზე რაფერი ვერ გავიხსენეთ. ა. კავშირში ამინდთან. აირები. ათბილი აირების. ასტეროიდი. ასტეროიდი არის ყოლა შეცვალა ამინდით დედამიწაზე. აისბერგი. შუაში ამინდი. აი ძალიან ეს ნიშანი იყო რომ დაგიყარა ქულები. ძალიან რო დაცხეს. აისბერგი ხო დადნება? რატო არ მithვლი აისბერგს? ფეშუაში არის აისბერგი. აი, კიდე ერთი ასოც ამოვიღო თუ არა და მე პირობა შევცვალე. S. ამით აკავშირა აფერი არ არის. ამინდია მარტო და მორჩა. ხო. S-ზე. სიო. სრიალი. რა? სრიალი. ცეკვა. ბადმინტონი. სიო თქვი. კარგი. სრიალი თაზები, სრიალი. 5 ხარ? 5? როგორ ყადება? 1 2 3 4 5 6 7. 7, მე 4. ეხლა დაგეწევი. კალათბურთელი. გადავდოთ ეს ნათვე არ იქნება. არ იქნება სამართლიანი. იყოს. კალათბურთელში მეჯიბრები? ხო. სტეფკარი. გითხარი და. მაგას ვამბობდი მეც რა არის? ჯიბეში ჩადება შეიძლება. ეხა ერთი წამი რა მაინტერესებს. პერსონაჟზე თუ სულ გუდმენი იყო და გზე თქვი. ეხა სტეფკარიზე სზე სახელით რატომ მოსულა? რავი, შენ ჩამითვალე, გეუბნებოდი თუ გინდა არ იყოს თქო და. კაი ხო. გინდა სზე კალათბურთელი გვარით იყოს? იყოს. ვიცი რომ იცი. ჯიბეში ჩადება შეიძლება. ტორტი არა? ტელეფონი. ექვსი, გეწევი. წინას ესე არისო? კი. ეთქო მალე იღლები რა.
ნაციონალობა. ეროვნება. გასაგებია. Nationality. ნიგერიელი. კარგი. 7. ცნობილი ფეხბურთელი. ხო და ხო დავხვდებით, გვარი იყოს თუ სახელით? გვარი. ცნობილი ფეხბურთელის გვარი. ლო. აი ლეო მესის ხო იტყოდი ხა? ლუნბერგი. არსენალში თამაშობდა, ეგ არსენალი მიყვარდა ძალიან. იქით მაგ პერიოდის რა. მაშინდელი ანრი და ყველაფერი კაი იყო. თეორი 5 6 7 8 მე 7 კლავაც. იყიდება ბაზარში. კიდე ტოგაცა? ტარხუნა. ტარხუნა. 8 კი. ბრენდის სახელი, ანუ ბრენდი. ხო. რანერესო. სიკოლია. ვა. ცხრა. დაიძაბა. 9 სიმღერის სახელი გინდა? იყოს. ზუსტად როგორც ვქია სიმღერას ოფიციალურად ეხლა რაღაც ჭ ამოვა რაღაც. გ. სიმღერის სახელი. Girl from Ipanema. ესე ქვია? რაც მოგონი ხარ? მოვიგე? იოცავ. ხო ეგრე ქვია. გადავამოწმოთ. არა, არ ქვია ეგრე. The Girl from Ipanema. გაი, ეთლება. არტიკლია ხან, ნუ სადაც სოუ გუდმანი ახან ჩამეთვალა. არტიკლი იყოს, გაი. არ მინდა ეს დამითმე ხა თუ რა? არა, ნუ იგივე შეიძლება Girl from Ipanema რქმეოდა რა. გადაწყვეტეს, The Girl from Ipanema ყოფილიყო. დაგითმე ხო რო არიტირო. გილოცავ. მადლობა. ამ ეპიზოდის საზრიანი შენ გამოდექი რა. ესე ქვია თამაშდა. მოვიგე როგორც იქნა. წავიკითხოთ კომენტარები და წავიკითხოთ. კითხვა მოყოლებას. მე პატს მოვიტან. წავიკითხოთ აპინულები. ხო, ეს ის არის მე რო რაღაცა გაუგებრად, იდეაში გაუგებრად არ მithქვამს, უბრალოდ გრძელი კითხვა გამოვიდა, მე დამცინა ამან. და მე ავიჭერე. ხო, კი ბატონო. იყო ეგეთი შემთხვევაც. დედაჩემ დამირეკა მაგ ეპიზოდის მერე და ეს შენ რაღაც ნარკოზის მერე ცოტა ვერ ახარო, ესე მითხრა. ნარკოზის ბრალია ნამდვილად. უი, 4 წუთის წინ აქვს ვიღაცას დაწერილი კომენტარი. ვა. მოკლედ. The self-proclaimed intellectual გვიწერს. ეხლა შენ გითხო აპინულებს. ხო. გიორგი ნიკოლიშვილმა დაწერა, რომ გამომძიებლობა მინდოდა, სულ მინდოდა და ახაც მინდა გამომძიებლობა. უბრალოდ პირველივე კურსზევე ძალიან ეცადნენ ჩემი საყვარელი ლექტორები, რომ შემძულებოდა სისხლის სამართალი. პლუს ამას დაკვირვებამაც აჩვენა, რომ აქ გამომძიებლობა შეუძლებელია რიგი მიზეზების გამო, ამიტომ არ უნანობ არაფერს. პოსტსკრიპტუმ რეალურს გავს თქვენი ნეკერჩხლის ხე და ბონსაი მეგონა დღემდე. ბონსაის არის ხო შენ? ხო. ფორმებს აძლევ ხეს თუ რაღაც. და ამაზე იყო არა სადღაც ბონსაის ნერვები და თავი. ამაზე იყო პასუხი. The self-proclaimed intellectual წერს, აუ მეც გამომძიებლობა მინდოდაო და გარკვეულწილად დავისრულე კიდეც საკუთარი თავის გამომძიებელი გავხდი ბრწყალებში, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე 7 სხვადასხვა პროფესია შევისწავლე, იმის გამოსაძიებლად თუ რა იყო ჩემი ნამდვილი მოწოდება. ასე რომ სინანულისთვის დრო აღარ მრჩება. ძალიან კარგი. ამაზე მე პასუხი ეგრე ვარ მეც, რომ მიტყვენ ღობეყორეს ვარ მოდებული, საკუთარ ცხოვრებაში ვიყენებ იმ უნარებს, რაც გამომძიებლობისთვის ქონდა გამომუშავებულიო. ეხლა მინდოდა მე თქორის კითხვა გავიმეოროთ თქო, მაგრამ ახლა პირველში ვერ ჩამოვყალიბეთ, ვერც ახლა ვერ გავიმეორებთ რა გვინდოდა და ისე ამდენი დრო დაგჭირდება და პასუხებიდან თქვენ თვითონ გამოიტანთ დასკვნას შეკითხვა რა იყო. ანუ დავიწყოთ. კითხვა იყო, რომ ბავშვობაში რაზეც გიოცნებიათ, გამოხვედით თუ არა ის და თუ ვერ გამოხვედით ნანო არ დაიწყოთ ხო გითხარი და ნანო თუ არა, всё. გაი.
სულ ეს იყო. კი. MZH წერს ერთ ადგილას გითხრეს თუ რამეს ვერ გაიგებთ ასე უპასუხეთ. Yes, of course. ძალიან ბევრი ვიცინე შეკითხვის დასმის დროს მადლობაო. მადლობა, მიღებულია პასუხი. Thank you. ნათია ჭოჭოა, კითხვის ჩამყალიბების პროცესზე ვიხალისე ძალიან. რაც შეეხება კითხოს, ბევრ პროფესიაზე მიფიქრია, მიოცნებია ბავშვობაში, მაგრამ მაინც დაბნეული ვიყავი სკოლის ბოლოს. ამიტომ საბოლოოდ პირველი კურსის ბოლოს შევარჩიე ჩემი პროფესია და ჯერ კიდევ აქ ვარ. არ უნანობ, მაგრამ გონია კიდევ წინ მაქვს ბოლომდე კმაყოფილება, რომ ვიგრძნო პროფესიით. პროფესია ფსიქოლოგიო. კარგია. ხედავ რომ ყველამ გაიგო ჩემი კითხვა. შენ კიდე დამცინოდი რაღაცებს. რაღაცებს. საქსიჯოს. სიცილი წერია თავში და ეს სიცილი კითხვის ფორმულირებასო. ბავშვობაში ბევრი რამე მინდოდა. ხედავ რამდენს ეცინება კითხვის ფორმულირებაზე. მე კი არ დაგცინოდი, ყველას გაეცინა. გაგძებ. იმიტომ რომ საყვარელი ვარ ძალიან. ბავშვობაში ბევრი რამე მინდოდა. ტაქსისტობიდან კოსმონავტობამდე ერთხელ სკოლაში შეკითხვა რომ დასვეს ვინ გინდა გამოხვიდეო, რატომღაც ყველაფერი გავაერთიანე და მსახიობი უპასუხე. თან ახსას მივაყოლე მახსოვს მაგ ყველაფერს ცოტას ვითამაშებ მეთქი. მაშინ მეორე კლასში ვიყავი. მერე შემოიჭრა შერლოკ ჰომსი და მაძებრობა მომინდა. გამომძიებას არ ხმარობ შეგნებულად. მაგ სურვილით ჩავაბარა იურიდიულზე, მაგრამ მალევე მივხვდი რომ არ იყო ჩემი საქმე. ქუჩაში საქსის დაკვრა სჯობდა აშკარად. მორალურად და თქვენ წარმოიდგინეთ ფინანსურადაც მაშინ ეს თემა ახალი და საინტერესო იყო, ვისაც არ ეზარებოდა საკურსო და სადიპლომო სტატიებს წერდნენ და ფილმებს სიუჟეტებს იღებდნენ. ხო და ერთ ინტერვიუში ასეც ვთქვი, მუსიკოსები ცოტანი ვართ, იურისტები კი გაცილებით მეტნი არიან და მან გამორჩევა უფრო რთულია მეთქი. ასე რომ არ უნანო პირიქით უსაზღვროდ მადლობელი ვარ დედაჩემის რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგო მუსიკაზე შემიყვანა. მაინც არ მოგიწოდებთ რომ იგივე გააკეთოთ ბავშვებთან, რა თქმა უნდა. მაძებრობაზე ოცნება მაინც დამეხმარა. ვკითხულობდი ბევრს, ჩამომიყალიბდა დაკვირვების და შეუმჩნევლის, შემჩნევის, ერთ შეხედვით ირაციონალური რაღაცების დაკავშირების უნარი, რაც მეხმარება ყოველდღიურობაში. მაგალითად, გამოვიცნო ზედმეტი ფიქრის გარეშე დამკვეთი მენეჯერი, ბუღალტერი, გოთვერანი თუ პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას. წარმატებები და გულები. მადლობა კომენტარისთვის. ეს თქვენ არ გააკეთოთ იგივეო, ძნელია მაგის განსაზღვრა რა. ბავშვებთან? ხო, ახლა მე დღემდე მადლობელი ვარო, დიაჩემ აძალებდა ინგლისურზე სიარულს. ჩემი ნებით საერთოდ არ ვივლიდი. წაგე კიდე მასწავლებელთან. მაგრამ გამომადგა ცხოვრება. იცი, ალბათ დაძალებასაც გააჩნია რა. ხო, უნდა აუხსნა. მე მიხსნიდა რომ აუცილებელიაო და მაინც ვაპროტესტებდი, მაგრამ სადღაც ხო, ხაი, უმრავლესობას მაგალითად ჩემი ასაკის ხალხს რო უსმენ ხოლმე, ეხა ყველა ამბობს, რომ აი როგორ ნანოფ რომ მუსიკაზე არ ვიარე, მაგრამ ისეთი მასწავლებელი მყავდა, სახაზავს მიყავდა ხელში და ესეთ რაღაცებს ვისმენ ხოლმე და აი მაგას რო აძალებ, ეგ უკვე რაღაცა ის არის. ძალიან ცუდი რაღაცაა და აი დაძალებასაც გააჩნია ეგრე. ხო, დაძალებასაც თავის ფორმა. ეგრე რომელ ბავშვს უნდა სწავლა, არ ვიცი, უნდა ყველას თამაში უჩვენია. ხო, true. ხო. ჯორჯ აბუ 27 გვიწერს ბავშვობაში. ძირითადად ჩვენი რეგულარული მაყურებლები არიან. ჩვენი community. ხო. ბავშვობაში PlayStation-ს როცა ფეხბურთს თამაშობდი, სულ კომენტატორობდი. ეგ კი არა, როცა აივანზე ვთამაშობდი ფეხბურთს ან კალათბურთს, იქაც სულ ვახმოვანებდი ჩემ მოძრაობას, გავიდა წლები და ამ სფეროში აღმოჩნდი. თავიდან ძალიან მიჭირდა, ბევრს ნერვიულობდი. ახლა უკვე დიდ სიამოვნებას ვიღებ პროცესით. მგონი სწორად გავიგე კითხვის შინაარსი. კი, სწორად გაიგეთ ნამდვილად და ესე იგი კომენტატორია ეს ადამიანი. ხო. რომელია? ვინ არის აბა? პირადში მაინც მოგწერეთ სახელი და გვარი თუ აქ არ გინდათ გამჟღავნება. რომელ არხზე ან რა თამაშები მეკოთ. გვაინტერესებს. ზურა ფიროსმანიშვილი. რაღაც ერთი მგონია რომ ის არის და ეგ არის? ოკეი, მე. ხო. ისტორიკოსი, წყაროთ მცოდნეობა და წყაროებზე მუშაობა მაინტერესებდა სულ, თუმცა არ გამოვიდა. ახლა ვნანობ განსაკუთრებით მას მე, რაც მწარე პოდკასტს უყურებ. ხო, მწარე პოდკასტი, კაი რა. კარგი პოდკასტია. მოკითხვა ჩვენს მეგობარს ნიკა ხოფერიას. ნათელიკო
გვიწერს. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა თმის ძირითადად ნაწნავების და მანიკურის კეთება, სხვებზეც და ჩემს თავზეც. ახლაც მომწონს და ასე თუ ისე კარგადაც გამომდის. პროფესიონალურად არ მისწავლია არც ერთი, მაგრამ არც ვნანობ, არ მაქვს იმდენი ნერვი, რომ ყველანაირ მომხმარებას გავუძლო. ხანდახან მეგობრებს ვუკეთებ მანიკურს და თუ რამე ისეთის გაკეთებას მხოლოდ რაც მე არ მომწონს, კარგად ვერ გამომდის და მე მეწუწუნებიან შენთვის კარგად იკეთებ და ჩვენ არ გვიკეთებო. ხო. შეზანზარდა და გვენგრა თავზე ჭერი, ისეთი არგარია. გიორგი მალანია, ხო, ეს სხვათა შორის ძალიან რთულია რა. სულ ფიქრობ ხოლმე მაგაზე, აი. რაზე? აი, სხვა რაღაცა ისეთი სამსახური რო გაქვს. როცა გიწევს მუდმივად სულ კლიენტის ის გაითვალისწინო მოთხოვნა რა, აი რაღაცა ხო, მე გამჭირდებოდა. ეგეთ სამსახურში მუშაობა. ხო. გიორგი მალანია. ბავშვობაში მომწონდა ჯერ გამახსენდა რომ მიმუშავე ისეთ სამსახურშიც. ანუ ისეთ სამსახურში მუშაობდი, სადაც ყველა კლიენტი ბჭყალებში, ყველა ადამიანს ვისაც ეხებოდი, ეზიზღებოდი. ანუ ერთი ადამიანი არ იყო, ვინც გეტყოდა რომ კარგად საკეთებ, ეს იყო City Park-ი, პარკირების კომპანია. ახალი შემოსული იყო და სისხლის მსმელი იყავი. კი. მე შუაში ვიყავი, მუშაობდი უბრალოდ, ჩემი მოგონილი არ იყო, მაგრამ ვძულდით ყველას დედამიწა, ვინცაც მანქანა არ ყავდა იმასაც. კი. უბრალოდ საქმე რო არ ქონდა, ჩვენ ვეზღებოდით, მაგაში გაყავდა დრო. კი, მეც ალყოლილ ვარ. მაგლანძღას City Park-ში ლანძღავდნენ. ანუ გილანძღი ვარ, სადამ გამიცნობდი. ჩიგარი. გიორგი მალანია. ბავშვობაში მომწონდა ჯეიმს ბონდი, აგენტი 007, თამაშის და ფილმების და მეც მინდოდა საიდუმლო აგენტი გამხდარიყავი, მაგრამ არ გავყავი, რადგან არ ვიცოდი განცხადება სად უნდა შემეტანა. ეს მომეწონეს. მაგრამ შეიძლება საიდუმლო აგენტია და ასე მე ვაშვება რომ ვითომ არ არის, მაგითო წერს. ყოჩა. იქნება ჯეიმს ბონდი არ არის. ნინა ქერი. ძალიან ვიცინე კითხვის დასმის პროცესზე და თქვენს კამათზე. მათემატიკოსობა მინდოდა ღრმა ბავშვობიდან. სამწუხაროდ ისეთი საზღარი მასწავლებელი მყავდა საგანისა შემაძულა, რომ მე-5 კლასიდან აღარც მიმეცადინია და შესაბამისად სულ სხვა პროფესია ავირჩიე. ნანობ ძალიან თან. პოსტსკრიპტუმ კითხვა ხო სწორად გავიგე. ალბათ. და. გივი ნიკოლეიშვილი. ზოგადად ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა მიყვარს და ჩემი ძირითადი პროფესია არასდროს ყოფილა ეს სფეროები, რადგან ვიქნებოდი უფრო მშიერი ვიდრე დღეს ვარ. ყოფილი სამსახურებია რკინიგზა, ბანკი და ეხლა კიდე კერძო კომპანიაში ვარ გაყიდვებში. მოკლედ აქსიომაა, რაც გიყვარს იმას თუ არ აკეთებ, გააკეთებ იმას, რაც უყვარს სხვას წარმატებები. ასევე. იკა ჯავა. ეს მომეწონა. რა? რაც გიყვარს იმას თუ არ აკეთებ, გააკეთებ იმას, რაც უყვარს სხვას. ხო. ერკი. იკა ჯავა. ნანობ რომ შესაბამისი განათლება ვერ მივიღებ, ნანობ რომ 1000 სხვა რამ მე ვცადე და მაინც საბოლოოდ ამ საქმეს დაუბრუნდი რა თავიდან შებუდექი საკმაოდ დიდ ასაკში და ძალიან დიდი ინსეკიურიტი მქონდა იმის გამო რომ ჩემზე გაცილებით პატარებმა ბევრად მეტი იცოდნენ. რას გულისხმობს ნეტა ამ სამსახურს? ну ალბათ არ ჩათვალე მნიშვნელად თვითონ პროფესია რა არის ანუ ეს ამბავია რომ ხო გასაგებია ან ასე გაიგო შენ შეკითხვა კიდე დამცინის ანუ ყველამ სწორად გაიგო ჩემი კითხვა და მეც დამცინი კაი ზაი შოუსთვის ზაი გვიწერს კომენტარს ძალიან მინდოდა ფსიქოლოგიის მიმართულებით განათლების მიღება არ გამოვიდა სამწუხაროდ მაგრამ შემდეგისთვის როგორც განვითარდა ჩემი საქმიანობა ძალიან მომწონს რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს პროფესიასთან საბოლოოდ ნანობ მაინც რომ არ მივყავი იმას რაც მინდოდა უამრავი ცხოვრებისეული მიზეზების გამო თქვენ წარმატებები ალფი ჩაზილეთ ჩემს ნაცვლად აუ წარმატებები თქვენ და ალფიც მართლა ისე ვაფერებით ხომ რომ აი გიოს რო უყურებ მეშინია რამე არ დაუშავოს მართლა ზილავს ხომ კი არაკლია ხო, კიდე ერთი ესეთი კომენტარი იყო დოდო კრეატივს რო ვკითხულობთ ხომ კრეატივ არ წერია, მაგრამ ესე ვკითხულობთ და იყოს ესე. აუ, რა საყვარლები ხართ, სულ გიყურებთ, ისე გამიხარდა რომ მომიკითხეთ, ხანდახან ახლო მეგობარს არ ახსოვ ხარ. ერთი კვირა რომ დაიკარგო, არ მოგიკითხავს. წინა პოდკასტში რაც ითამაშეთ, ველოდებოდი კაცებთანაც ითამაშებდნენ. წარმოვიდგინე კიდეც დათო სად იჭინჭყლებდაო. ეს ამ თამაშზე არის. ხო. მოკითხვა დოდოს კიდევ ერთხელ. ხო, კიდე ერთი კომენტარი იყო ესე რიგ არაპინულის რო ისაო.
საქართველოს პოსტაზე იყო, რომ ის რომ მოგდისო წინაზე ვთქვი, რომ ისე მოგდის წერილი, რომ ვერ გებულობ თქო და ესმე შეტყობინება მოდის ხოლმე და მანდ ორი ის არის რაღაცა კატეგორია ამ მანათებზე და წერილებზე რომ მოგდის და არის რომ ზოგიერთ წერილზე არ მოგდის. ანუ მე რა წერილსაც ველოდები, იმაზე მითხეს, რომ ამაზე შეტყობინება არ მოვაო. შენ უნდა გადამოწმო ხოლმე. წინა ეპიზოდის საჩუქარი ვინ მოიგო? გადავეცით გამარჯვებულს. მერი მჭედლიშვილი თუ ამაშლება სახელი და გვარი. კი. ბენოსიო გვიწევს თქვენი კამათის გამო ვუყურებ ამ შოუსო. ხო და უნდათ რომ გვაჭყუბონ. ბოლოს რომ ცემთ ერთმანეთს. ბოლოს დაიშლება ის რა ქვია. პოდკასტი რო აღარ მიდის. Comfortably numb გვიწევს კომენტარს და ეს მინდა და წამეკითხა. იმიტომ რომ ესეთი სახელი გქვიათ. Pink Floyd არის ჩემი საყვარელი ჯგუფი. ტატუც კი მაქვს მათი ალბომის ქავერის გაკეთებული. Pink Floyd და ტატუ შენი საყვარელი ჯგუფები. რუსული ჯგუფი იყო ტატუ გახსოვს. ხო და მეთქი მაგას ამბობ. შეიძლება დაგვიწერთ ხოლმე კომენტარი რომ ეს comfortably numb წავიკითხა. ერთი თვის წინ ვიყიდე iPad-ი და ჩემი პერსონალიტის შემადგენელი ნაწილი გახდა. მე მესმი შენი ჯაფარ. ხო, კარგი რაღაცა არის. კაი გასართობი არის ნამდვილად და სად ვიყიდე იაფში და რაღაცები წინა ეპიზოდში ყვები მაგამ ხო შეგიძლია ნახოთ. მორჩა კომენტარები. დიდი მადლობა კომენტარებს ვინც გვიწერთ. ძალიან დიდი მადლობა რომ აქტიურობთ ჩვენ პატარა მაგრამ ძალიან ერთგულ და კაი ხალხისგან შემდგარ community-ის ძენად ვერ დავამთავრე რაღაც მომბობდი და community რო ხართ მიხარ გვიხარია. ხო და ვართ. ხო, ანუ წარმოიდგინე დაწყების დღიდან საკმაოდ ესეთი ბევრი კომენტარია ხოლმე რა, ანუ ბევრი ჰეითი. subscriber-ების რაოდენობიდან გამომდინარე შედარებით ან subscriber-ების subscribe-ებით და ვიწერეთ. subscriber-ების რაოდენობასთან შედარებით ბევრი კომენტარია ხოლმე. და ხო. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი არ ყოფილა ესეთი ჰეითური რა. ერთი-ორი იყო, რომ გაგვაკრიტიკეს რაღაცაზე, მაგრამ ისინი აღარ გვიწერენ. სალანძღავი არა. ხო, სალანძღავი არ ყოფილა. ხო, კრიტიკულები იყო. ხო, და ისინი კრიტიკის ქარცეცხლი ჯერ ყოფილა. აღარ გვიწერენ ხოლმე ისინი კომენტარს. ხო, კიდევ ერთხელ მადლობა კომენტარისთვის. ჩევო. შეგახსენებთ ჯერ რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, ჩვენ ეს ძალიან გვეხმარება. ხო. ვიდეოს დალაიქებაც ამ ვიდეოს იმას ალგორითმების კი იმაზე გასტყორცნის. კი. სამყაროში გერა და რაც არის. და თქვენს ახლობლებს და მეგობრებს თუ გაუზიარებთ, რომ ესეთ მაგარ პოდკასტს უყურებთ და დააძალებთ ყურებას. ხო, აი ეგეც ხო საერთოდ ეს იქნება სასწაული შედეგი იქნება თქვენი მხრიდან და პატრონზე ვინც ხარს გვიჭერს. თქვენი რა მიდის? პატრონზე ვინც ხარს გვიჭერს. უმეს მადლობა. რაღაცა პატარა თანხა მოგროვდა. პარემ თქვათ? კი, ვთქვათ. იმისთვის რომ ორი მიკროფონი თავის შტატივით რაღაცები კიდე ხმის ჩამწერი რომელიც მიკროფონს ჩაიწერს მაგის უახლოვდებით თანხას რომლითაც მაგის შეძინას მოვახერხებთ და ვფიქრობთ რომ როგორც სტუმარით შეგვიძლია დავამატოთ თომ ვერანდაზე თუ ჩავწერთ უფრო მეტი ადგილი იქნება და მოკლედ ეს ფინანსები რაც გროვდება ისე ჩატრიალდება პოდკასტის განვითარებაში. თავიდან ბოლომდე თქვენი დამსახურება იქნება ვინც გვერდში გვითხრა. ხო, და სტუმრები გვეყოლება ყოველ შემთხვევაში თავიდან. ხო. ძირითადად ჩვენი სამეგობროდან, მათ შორის ზოგიერთი ცნობილი ადამიანი, ზოგი უცნობი და ესეთი. ხო, და სავარაუდოდ ჩვენნაირი ხალხი. ხო, ოღონდ სისტემატიური ხასიათი ალბათ არ ექნება. ხო, აი შევხედოთ როგორ წავა რა წავა, მაგრამ ორი რამდენიმე დღის წინ ვაპარაკობთ მაგას რო შევხედეთ რამდენი დაგროვდა, რომ უკვე შესაძლებელია ასეთი მიკროფონის ყიდვა და შტატივის ყიდვა და რაღაცა პატარა ვიდრე შემატების გაკეთება. ხმის ჩამწერი ცოტა ძვირი ღირს. ეხლა ჩვენ ორ არხიანი გვაქვს. ხო. ეგ კაი რაღაცა არის. თავიდან უნდა გვეყიდა ბევრიანი, მაგრამ მაშინ არ გქონდა მაგდენი ფული. ეს ბევრიანი უფრო ძვირიღებს. ხო. მაგრამ ნუ რაღაცას ვიზავთ. ნაწილ-ნაწილად რაღაცა ვიყიდეთ. ეს გავყიდოთ და ეს ვიყიდოთ. ხო და მოკლედ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. არ ველოდი მე ესეთ სიმართლე გითხრა. თავიდან რომ ვიწყებდით
ესეთ აქტიურ ხარდაჭერას და დიდი ის არის мотиваცია არის ჩვენთვის და ძალიან მადლიერები ვართ. რჩევა. მე მაქვს ესეთი რჩევა დღეს ძალიან ესეთი ჩემი აზრით ყოველს რო გამოადგება ისეთი რა. ოპერაციის შემდეგ რატომღაც არ ვიცი ის ბრალია ძალიან გამომიშრა, გამიუხეშდა კანი და მოკეთ შეშფოთებული ვიყავი ჩემი კანის მდგომარეობით რა. არ ვიცი ის ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდა. და Gemini's დახმარებით. Gemini. სამი პროდუქტი არა, ხო, ამ სამ პროდუქტს ვიტყვი. სამი პროდუქტი მირჩია, რომელიც არის გამოდგა ძალიან კარგი. ესე იგი, ერთი არის დასაბანი გელი, დუშგელებს რო ეძახიან ეგ. ერთი არის შრატი, რომელიც უნდა ბამბით წაისვა, ამონათდება ყველაფერი. ერთი არის დასაბანი გელი, დუშგელი, ეგრეთ წოდებული. ერთი არის შრატი, შრატგელი, რომელსაც ასვალებ ბამბას და ბამბით იწმინდავ. და კრემი დამატენიანებელი. ეს ყველაფერი ამონათდება. ფოტოები ყველაფერი ხალხი არ დამეჭირა, ძალიან დიდ შეფუთრებში არის რა. ხო და ეხლა რაშია საქმე? ეს ყველაფერი იდეაში ესე ერთი შეხედვით ძვირია, მაგრამ არის ბევრი ძალიან რაოდენობაში და თან გამოყენების დროს გჭირდება ძალიან ცოტა. რაღაცა ძალიან ცოტა გჭირდება ის დუშგელი, ძალიან ცოტა გჭირდება კრემი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ატენიანებს და ის ბამბის დასვალებაც აი რამდენიმე წვეთი უნდა სურა და აი ძალიან დიდხანს გეყოფათ. მეც აი კრემსაც ხმარობ სუმთლიანად, ალბათ აი რაღაცა ფრჩხილის ხო და ანუ ეს რისირჩევა არის, ანუ კანის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ხო, კანის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, მით უმეტეს ზაფხული მოდის ახლა და მზე და გამოაშრობს და შენ ძალიან მალე მოგცა შედეგი? ერთი ხმარებით მივიღე შედეგი. მოკლედ არ შეიცავს რაღაცა ზედმეტ პარფიუმებს და რაღაცებს და ხო, იმიტომ რომ სუნი ფაქტობრივად არ აქვს, აი ეს რაღაცა ვარდების და რაღაცების სუნელები რო აქვს რაღაცებს, ეგეთი რაღაცები არ აქვს. ფაქტობრივად უსუნო არის კრემიც და შრატით, ოდნავ რაღაცის სურნელი აქვს დუშგელს, რაღაცა ზეთი აწერია, ზეთი არ არის, ქაფდება ჩვეულებრივად და ანუ პრობლემა არის ხოლმე ის, რომ ჩვეულებრივ რაღაც დუშგელებს რო ყიდულობთ რაღაც ძალიან კაი არომატებით და რაღაცაებით, საშინლად აშრობს ის კანს. და ამ დუშგელით რო იბან, აი დაბანის მომენტშივე გრძნობ, რო ჩამოიბან, როგორ ატენიანებს ის დუშგელივე, ანუ სანამ კრემს იხმარ რა. და ამიტომ არის ძალიან შრატი როგორ უნდა გამოიყენო? შრატი როგორც თქვი, ანუ ბოთლში არის, დააწვეთებ ბამბაზე და ანუ წაისმევ რა, ეს გადაინაწილე. ანუ ჯერ მაგ დუშგელით იბან, მე შრატს წაისმევ. ხო, მე ცოტა ხანი დააცდი და მე კრემს წაისვამ. და ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახეს ტანზე, ასევე სახეზეც რა. ვისაც ვინც გამოიყენებთ, აი არინანებთ მართლა ერთი გამოყენებით მქონდა შედეგი. ეს ერთ აფთიაქში შეუძლია ამ ყველაფერს ყიდვა? ფარმადეპოში ვიყიდე მე პირველად ყველაფერი. კი ბატონო. კარგი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც გიყურათ. მე რჩევა არ მაქვს, იმიტომ რომ ამოვწურე ცხოვრებაში საინტერესოა გავაკეთე, მოგიყევით ყველაფერი აწერ. მე თუ იქნა ისეთი რამეს წავაწყდი პროდუქტს ან რაღაცას რაც გამოდგა, გაგიზიარებთ? ხო, ეს დავამატებ კიდე რომ ეს არ არის რეკლამა, არავის არ გადაუხდია ამას ჩემთვის, არც ბარტერი არ ყოფილა, არავის არ უჩქებია, მივათხლი უამრავი ფული ამაში. ანუ ჩემი გამოცდილებით გეუბნებით რა, აი ესეთი პრობლემური კანი ვისაც გაქვთ და რაღაცა, აი საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ და გამიცოცხლა ოპერაციის შემდეგ კანი. კი ბატონო, მე ვადასტურებ, დაგეთანხმები. მადლობა, ვინც გიყურა. განსაკუთრებით მათ, ვინც აქამდე შემორჩა, ბოლომდე გვიყურა. ძალიან დიდი მადლობა, გთხოვთ არხს გამოწერა, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. პატრიონის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. რამდენიმე ისე გავალთმე სამშაბათობით ამ საღამოს ამ დროს. ვცდით. გავალთ YouTube-ზე. YouTube-ის ეთერში. ნახვამდის. კარგად.